სალამ მეგობრო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს სტუმრად გთავაზობთ თესაუს უნივერსიტეტის პროფესორს, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოს კვანცა აბდალაძეს. კვანცა, მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. მადლობა ირაკლი მოპატიჟებისთვის, მიხარია რომ თქვენთან ვართ და იმედი მაქვს საინტერესო იქნება ჩვენი დღევანდელი საუბარი. მე დარწმუნებული ვარ. კვანცა, ჩვენ შევთანხმდით ესეთი ამბიციურ მიზანს. ეს რამდენად გამოგვივა არ ვიცი. რაღაცნაირად გავერკვიოთ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ლოგიკაში. თუნდაც ის რომ ძალიან არალოგიკურად გამოიყურება ძალიან ბევრი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროგრამის მიმართულების მთელი ხაზი და მეტიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. გარკვეულ ალბათ ლოგიკას ექვემდებარება. ალბათ რაღაცა შიდა პროგნოზები აქვს, შიდა რაღაცა წესრიგი აქვს. ეს საკმაოდ რთული გასარკვევია, შეიძლება ეს არ ვიცი რამდენად გამოგვივა, მაგრამ მოტივებში გარკვევა შეიძლება რაღაცნაირად ვივარაუდოთ, ხო? და მოდი, კვანცა, აღმიწერე დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. როგორც პოლიტიკური პროცესი, როგორც პოლიტიკური სისტემის მდგომარეობა, მისი ასე ვთქვათ რეჟიმი როგორ ესაუბროს საზოგადოებას, ან თუნდაც მის მხარდამჭერებს და მისი ხედვა საერთაშორისო სისტემაში, სად რა მიმართულებები აქვს და კონკრეტულად რა გათვლებები აქვს. ძალიან ზოგადი მონახაზი და შემდეგ კი კონკრეტულებში ჩავიდეთ. ირაკლი, შენი ნებართვით ცოტა იუმორით დავიწყებ და მე გადავალ საკითხზე. საქართველოში ბევრი ფანი ყავდა ჩუცდოს გახსოვთ და მეც ერთ-ერთი მათგანი. ზოგადად ესეთი ჟანრი მიყვარს, სადაც არის რეალობა და ცოტა სატირა. ხო. და აი რაღაცა ისეთი დეტალები რომ გამოჩნდა იქ პრეზიდენტის არჩევა, ერთ-ერთ წესრიგ პოლიციელს რო სამსახური არ აქვს, თუ რაღაც ბავშვს რო იჭერენ სილის გაწვნისთვის და აღარ არსებობს აღარ სასამართლო. ესეთი დეტალები რომ გამოჩნდა, რაღაცა ცოტა იმედი ამიცრუდა სერიალზე, იმიტომ რომ ესეთი ვიფიქრე რომ ეს ზედმეტია ეს უტრირება, უკვე ცოტა უგემოვნობაში ხომ არ გადადის. ხო, ესეთი განცდა მქონდა ფილმთან დაკავშირებითაც კი. აღვიშტერო. და ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ამ რეალობაში, რომელიც შეიძლება შერბილებული სულ. თითქოს ერთი ესე წაყვა, ასე ვთქვათ, გამოგონილ სიუჟეტს. ეხლა რაც შეეხება ესეთ უფრო სერიოზულ პასუხს, ისევ შენი ნებართვით ცოტა შორიდან დავიწყებ. დღიდან დამოუკიდებლობისა, ვიდრე დღემდე. ახლად შექმნილ სახელმწიფოებს ყოველთვის უჭირთ რაღაც ეტაპების გავლა. დიახ. საერთოდ რას ნიშნავს სახელმწიფოს შექმნა? ცოტა ესეთი აკადემიური ტერმინოლოგიაც ჩავრთოთ ხარდა. ეს ნიშნავს რაღაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს, რაც არის რაღაც ინსტიტუტების შექმნა, დაწყებული კანონებიდან და კონსტიტუციიდან, ნებისმიერი ინსტიტუტის, მისი ლოგიკის, მისი მომავლის და ასევე ერის მშენებლობა. ერთმანეთზე გადაჯაჭვული ეს ორი პროცესი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც სხვადასხვა ლოგიკა აქვს. ერის მშენებლობა ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე გრძნობს თუ არა ამ სახელმწიფოს მოქალაქედ თავს და რა აერთიანებთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არის იდეოლოგიური, რელიგიური, ეთნიკური თუ ასე შემდეგ სხვა. აი ეს ერის მშენებლობა რთული პროცესი არის. ისტორიულად ამას ხშირად საუკუნეები სჭირდებოდა. და რა თქმა უნდა, ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს გაუჭირდა ეს ხანგრძლივი არქონის შემდეგ სახელმწიფოებრიობის, ხო? და როდესაც მსგავს საკითხებს ვიხილავდით, ვამბობდით, რომ აი ძალიან ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. აი სულ რამდენიმე საკითხია, რაზეც ყველანი ერთად შევთანხმდით, უმეტესობაზე ვერ შევთანხმდით და სახელმწიფო ნაციონალიზმი არ გაძლიერდა. ანუ ქართველები ნაციონალისტებად გვიცნობდნენ ყოველთვის საბჭოთა კავშირში, ხომ ნაციონალიზმები ბევრნაირია, ეს არის იყო ძირითადად ეთნიკური რაღაც დღესაც სახელმწიფო ნაციონალიზმი. აი თითქოს ვერ დავიჯერეთ, რომ სახელმწიფო გვაქვს და ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფოს პატრიოტი, არა ოჯახის, არა კლანის, არა თუნდაც ეთნიკური ჯგუფის, არამედ რაღაც სახელმწიფოს პატრიოტი, ხო? თავს ვწირავდეთ სახელმწიფოს და არა რაღაც კონკრეტულ ადამიანებს. მიუხედავად ამ პრობლემისა, რაღაცეებზე შევთანხმდით ყველა ხელისუფლების დროს.
ხელისუფლებებიც იყო განსხვავებული. ეს იყო საგარეო პოლიტიკური კურსი. აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების დროს ქართული ოცნების ჩათვლით, ვიდრე ბოლო წლებამდე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტი და მიზანი არის თავი დავაღწიოთ რუსული გავლენის სივრცეს. იქ კამათი იყო უბრალოდ როგორ ან რა დოზით, რაღაც მეტი ლავირებით თუ უფრო ხისტად თუ როგორ. მაგრამ შეთანხმებული იყო მიზანი, უნდა თავი დავაღწიოთ და რაღაც ევროინტეგრაცია, როგორც საქართველოს მომავალი გზა. ფაქტიურად ჩვენ მინიმუმ 1 წელია სინამდვილეში მეტი ვხედავთ აი ამ ერთადერთი რეალური შეთანხმების, ეროვნული თანხმობის, ასე ვთქვათ, ჩამოშლას. იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ეს რატომ მოხდა, გარდა იმისა როგორ მოხდა. რაღაც სხვადასხვა სეგმენტზეც უნდა ვთქვათ 2-3 სიტყვა. ვინ ქმნის საერთოდ სახელმწიფო ინტერესს? სახელმწიფო ინტერესი არ არის რაღაც ესეთი ფიქსირებული ორი სიტყვა, კი ყველა ხვდებით, სახელმწიფო უნდა არსებობდეს. ანუ არსებობის უფლება ეს ძალიან მინიმალური. აი ამის იქეთ. ეს ევროინტეგრაცია გვინდა, არ გვინდა, იზოლაციონიზმი გვინდა, არ გვინდა, რაღაც ისლამურ სამყაროსთან დაახლოება გვინდა, არ გვინდა, ამას ვინ ქმნის? ამას ქმნიან, რა თქმა უნდა, ელიტები, სახელმწიფო ელიტები, ან მას ჭირდება ლეგიტიმაცია და სახალხო თანხმობა. როგორ მოხდა ისე, რომ აი ორმხრივად დაემთხვა კურსის ცვლილება, რომ არსებობს რაღაც ელიტების გადაწყვეტილება და არსებობს ლეგიტიმაცია. ხა რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ იქ რაღაცა გაყალბდა თუ რაღაც თავს მოხვეულია, ლეგიტიმაცია არსებობს გარკვეულ ჯგუფებში. ყოველი მესამე ეს მოქალაქე თუ მოტყუებულია, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ლეგიტიმაცია არსებობს. აქ მე დავასახელებ ორ სხვადასხვა მიზეზს. სახალხო აზრის მომზადებაში თავისი გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა, ჰიბრიდულმა ომმა, რუსეთის მხრიდან წარმოებულმა, რომელმაც ნელ-ნელა მეთოდურად ჰიბრიდული ომის ფორმულა სწორედ ეს არის. ჰიბრიდულ ომზე დიდი მსჯელობა არის კონკრეტულად რას ნიშნავს, რა მეთოდებია, უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც არის, მაგრამ ძალიან რომ გავამარტივოთ, ჰიბრიდული ომის ფორმულა, როდესაც ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის ხდება ბუნდოვანი. ანუ ვეღარ იგებ, სად ომია, სად მშვიდობა. ვეღარ იგებ, რა მართალია, რა ტყუილია. შეიძლება შენი სიმართლეები და ჭეშმარიტებები სრულიად ამოყირავდეს, რისიც გჯეროდა 5 წლის წინ, იმის სრულიად საპირისპირო გჯეროდეს დღეს. და ჰიბრიდულ ომში სამიზნე არის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. აი ეს არის ასე ვთქვათ, ჰიბრიდული ომის წელს ქვემოთ დარტყმა, რომ მისი სამიზნე არის არა გაწვრთნილი ჯარისკაცი, რომელსაც რაღაცა წვრთნა აქვს, მათ შორის ფსიქოლოგიური. ეხას რამდენია მოწყვლადი, ძალიან ბევრი. არამედ რიგითი ადამიანი, ეხა ოდესღაც აი ჟურნალისტების სლენგი იყო, რომ აი გადაცემა მაშინ ვარ გამარობებო თუ გაიგებს ეკრანის წინ. ხო, აი რიგითი მარობებო, რომელსაც ხელში smartphone აქვს, რაღაც სოციალურ ქსელში რაღაცა სკროლავს და ის გახდა სამიზნე და რომელიც საერთოდ არა მზად ამ ინფორმაციული ქაოსისთვის. ჰიბრიდული ომი მარტო არ არის საინფორმაციო ომი, ხშირად ამას აგიგივებენ. ეს არის რაღაც ინსტიტუტებში ნელ-ნელა შეღწევა, ეს არის რაღაც ჯგუფების შექმნა, რომლებიც თავიდან მარგინალიზებულები არიან თითქოს და თითქოს არ აქვს გავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ ნელ-ნელა იკრებენ რაღაც ლეგიტიმაციას და მერე უფრო მეინსტრიმულები ხდებიან. მთელი ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ. ჰიბრიდული ომის სამიზნე საქართველოს იყო დღიდან დამოუკიდებლობისა, ანუ მაშინ, როდესაც ჯერ ეს ტერმინი არც კი იყო მიმოქცევაში, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ეს ძალიან გააქტიურდა. რასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს, მათ შორის ის, რომ თვითონ რუსეთში მენეჯმენტში უფრო მეტი ფული ჩაიდო, მარტო ჩვენს წინააღმდეგი არა, ზოგადად ჰიბრიდული ომის საწარმოებლად რაღაც სპეციალური სტრუქტურები შეიქმნა, რაღაც მეტი ფული დაიხარჯა უკრაინისთვის მზადების პროცესში, მათ შორის და ასე შემდეგ. ხა მეორე სეგმენტია ელიტები. ანუ
ელიტებმა რატომ მიიღეს ასე ვთქვათ გადაწყვეტილება და ვერც მე და ვერც შენ ხა დღეს ვერ გადავწყვიტავთ ამ პრობლემას, უბრალოდ რაღაც მოსაზრებები შეგვიძლია ვთქვათ. და ამ მოსაზრებებში აი რამდენიმე არგუმენტი მინდა რომ წინ წავურწიო. თუ გადავფრიკავთ ყველა ამ პროპაგანდას, რომელიც ელიტების მხრიდან მოდის ბოლო წლებში. თავისი რაღაცა deep state-ები თუ გლობალური ომის პარტიით თუ რაღაც ადამიანის უფლებების თემით თუ ასე შემდეგ. ამას თუ შევიცდებით ყოველ შემთხვევაში რაღაც პროფესიონალის თვალით მაქსიმალურად გვერდზე გადავწიოთ და ვეძებოთ რა იყო მთავარი სათქმელი, რასაც გვეუბნებოდნენ არჩევნების წინ. რა იყო ის მთავარი სივრცე, რაზეც გვიყოლიებდნენ. მე ასე აღვიქვი, რომ ეს მთავარი სათქმელი იყო ის, რომ ეხა დროა განვახორციელოთ მიტმასნების პოლიტიკა. აი ესე აღვიქვი მე. ხა მიტმასნება ტერმინია ასეთ საერთაშორისო პოლიტიკაში, როდესაც საფრთხე იმდენა, აი ქართველებს გვაქვს ესეთი ანდაზა დათვის და ბაბაიას ამბავი, ფაქტიურად იგივეს ასახავს, როდესაც საფრთხე იმდენად გარდაუვალია, რომ შენს წინ დათვი დგას და გასაქცევი არსად გაქვს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რაციონალური იყოს მიტმასნების პოლიტიკა. სხვა არც ერთ შემთხვევაში მიტმასნების პოლიტიკა არ არის რაციონალური. ნუ რუსეთთან მიტმასნებას ერთ ცალკე თემაა კიდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ მიტმასნება არის როგორც ბოლო უკიდურესი გამოსავალი, სადაც უკვე ფიზიკური თვითგადარჩენის პრობლემა დგება, იქ უკვე ივიწყებს სხვა სახელმწიფო ინტერესებს. მე ასე აღვიქვი, რომ ეს იყო მთავარი სათქმელი, რომ დადგა ეს დრო. და ჩვენ უნდა გადავიდეთ მიტმასნების პოლიტიკაზე. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ჩემთვის არ იყო ეს სარწმუნო. იმიტომ რომ მე ვერ დავინახე რატო დადგა ასეთი უცილობელი კაპიტულაციის დრო რაღაც კონკრეტულ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. აი აქ შეგვიძლია მხოლოდ რაღაც ვარაუდები ვთქვათ, ფაქტია რომ რუსეთის გამარჯვება რაღაც ელიტებისთვის აქ ისეთ შეუდავებელი ჭეშმარიტებაა, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამაზე იდავო. იყო თუ არა კონკრეტული წნეხი, თუნდაც რუსეთიდან, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისიც უნდა დაუშვათ, რომ სახელმწიფოს ყოველთვის აქვს იმ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა, რაც მე და თქვენ არ გვექნება, ვთქვათ, საჯარო წყაროების ანალიზით. იყო რაღაცა განსაკუთრებული ინფორმაცია, თუ ესაა რაღაც კონკრეტული ჯგუფების პირად ინტერესთან გადაჯაჭვული, სადაც ძალაუფლების შენარჩუნება და განმტკიცება ხდება მთავარი ინტერესი. და ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის მოპოვება იმ მეთოდებით, რომელიც აუცილებელი გახდა, ამას ვერ ეყოლებოდა მომხრე ვერსად გარდა დემოკრატიულ სამყაროში ამას ვერ ეყოლებოდა მომხრე. ამიტომ შეიძლება ეს გამოიძებნა რაციონალურ გამოსავლად რაღაცა ჯგუფებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ალბათ ყველა ასპექტს აქვს და ერთი პასუხი ალბათ აქ არ არსებობს, აქ ალბათ ყველა ასპექტმა რაღაცა თავისი როლი შეასრულა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხო, გეთახვევი მე სხვათა შორის, კვანცა რომ გარკვეულწილად საკითხები, რომელზეც ჩვენ შეთანხმებულები ვართ. ეს არის, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური საკითხიც. და მათ შორის ბევრი ისეთი პრაქტიკული მიმართულების საკითხებიც, რომელიც აღმოჩნდა, რომ მუშაობს და თავიდან ეს მითოსების სამყაროში გვეგონა რომ იმუშაობდა და მე რო აღმოჩნდა რომ არ მუშაობს, ეს არის თუნდაც ჩვენი ეკონომიკური პროფილიც მაგალითად, ხო? აღმოაჩინეთ რომ აქ მუშაობს მარტო ტრანზიტული ფუნქცია, მუშაობს ტურისტული სექტორი, მუშაობს კულტურული ტურიზმი და ისეთი სპეციფიური რაღაცები, რომელიც აი ამ 30 წელიწადში გამოიცადა. და აღმოჩნდა რომ მუშაობს. და აქედან გამომდინარე ხედვაც გაჩნდა უკვე როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. მაინც და მაინც რთული დასაპროექტებელი საქართველოს მომავალი იმ 30 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე არ არის. ანუ ეს მომავალი კერძოდ უკავშირდება ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციას, ჩვენ სატრანზიტო ფუნქციას, ჩვენს ღია ეკონომიკას, რომელშიც დაინსტალირება მარტივია, ასე ვთქვათ, საკუთრების მოზიდვა მარტივია და პოტენციაში არსებობს კიდევ შესაძლებლობა სამხრეთის და ჩრდილოეთის ხაზის განვითარებას. აი, აქ არაფერი რთული არ არის მოსაგონე. მთელი ეს მარაზმი იმაში მდგომარეობს, რომ ეს საღი აზრი, ეს საღი ლოგიკა
მოშალეს და რაღაც ახალ ველოსიპედს იგონებენ, რომელიც აუცილებლობა არ არის აბსოლუტურად. და ახლა შენიშნა, რომ ეს ელიტები ჩვენ ყველაზე ცუდი ის აღმოჩნდა, რომ ჩვენს ელიტებში არის ჩვენი ელიტები მოწყობილია მარტო კულტურულ კაპიტალზე, ანუ რაღაცა სპეციფიურ ჩვენს კულტურულ კაპიტალზე, მაგრამ არა ინტელექტუალურ ან ცივილურ კაპიტალზე. ანუ ეს ადამიანები ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რაღაცა ნარჩენების შემთხვევითი ოპორტიუნიტის რაღაცა შედეგები არიან და აი კლასით, აი ხარისხით, თავისი აზროვნების ხარისხით წინ არ დგანან. და ახლაც კი უგრძნობთ რა, აი საჯარო სივრცეში არტისტები არიან თუ ისინი არიან, აი კულტურას არ ასხივებს ადამიანი რა, ანუ ხო შეიძლება რომ პოპულარული იყოს ადამიანი და რაღაც ანეკდოტების უგემოვნო შოუში ყვებოდეს ისეთ ანეკდოტს, რომელშიც აი მამაკაცების ყველაზე უხეშ წრეშიც რო არ იკადრებ და ეს იყოს, რა ვიცი, შენი პრეზენტაციის საშუალება. ეს არის სირცხველი, რა ვიცი, რაც ხდება. აბსოლუტურად გეთახმები ამ იმაში. აი ახლა ამ ბოლოს საკითხს მინდა რომ ჩავუკვირდე, რომელიც შენს დასკვნაში წარმოაჩინე, რომ არ არსებობდა არსებითი საფრთხე, რომ მიტმასნების ესეთი პოლიტიკა შეექმნათ. აი ეს უკვე არის რაღაცა სუბიექტური განზომილება და არა ობიექტური განზომილება. შენი აზრით, ახლა მინდა ამიხსნა ეს სუბიექტური განზომილებები რა არის, რომელიც ადამიანს ან ლოგიკური შეცდომით მოუვიდა, რომ რაღაც არასწორად აღიქვა სამყარო რეალობა და ამდაგვარად დაგვანახა, თუ ეს ადამიანი უბრალოდ ამ ბანაკის და ამ ჯგუფის წევრი არ არის და იმ ჯგუფის სასარგებლოდ მოქმედებს, სხვა სიტყვებით რო ვთქვა, ხალატია სახეზე, თუ რა შესაქმე? ალბათ ერთეული ადამიანების გამიზნული ღალატი და შემდეგ ასე ვთქვათ მათი აზრების მიყოლა და მათ შორის შეცდომის დაშვება. ახლა კულტურაზე თქვი და იქ შეგვიძლია ვახსენოთ განათლება, ახლა დიდი კამათია განათლების სფეროში მუშაობ მთელი ცხოვრება და მუდმივად 10 წლეულებია დიდი კამათია რა არის განათლება და იცით რომ საბჭოთა თაობა სულ ამბობს რომ საბჭოთა განათლება უკეთესი იყო. განათლება თუ არის მხოლოდ ფაქტები, რომელიც შეგიძლია Google-ში დაგუგლო ან ხელოვნური ინტელექტს, კითხო ის არ არის განათლება. განათლებას, რა თქმა უნდა, ღირებულებები ახლავს. და აი განათლების სივრცეში ასე ხუმრობთ ხოლმე, რომ მაგალითად ექიმს თუ გაზრდი ღირებულებების გარეშე, ის სერიული მკვლელია. და იურისტ თუ გაზრდი ღირებულებების გარეშე, ის არის პროფესიონალი კრიმინალი საბოლოო ჯამში, ხო? ანუ განათლება როგორც ღირებულება, კულტურა როგორც ღირებულება, ეს შეიძლება ყველა სხვადასხვა კონდეს და რა თქმა უნდა საბჭოთა ლოგიკა სხვანაირი იყო და აი ეს ღირებულებები ვერ კვდება ისე მალე, როგორც რაღაც სტრუქტურები. ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წლეულების მერე საბჭოთა კავშირი ცოცხალია ჩვენს გულებში, ჩვენს ტვინებში, ხო? ჩვენს პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ ის გადაეცემა ღირებულებითი თვალსაზრისი და მათ შორის თაობებსაც გადაეცემა, ასე ვთქვათ, რაღაც ინერციით. ეს ძალიან რთული შრომა, რთული გზა არის და ცოტა მიზანმიმართული მცდელობა სჭირდება და ინერციის იმედზე არ უნდა იყო. მაგრამ აი რა უნდა ჩადებულიყო, რაც ვერ ჩაიდო ისეთი, რამაც აი ხა მაგალითად ხელი შეგვიშალა თუნდაც ამ ჰიბრიდულ ომთან გამკლავებაში. აბსოლუტურად გეთახმები იმაში, რომ ჩვენ რესურსების არ მქონე ქვეყანას, ჩვენ რაღაც სხვა ტიპის ეკონომიკა უნდა შევქმნათ, ხო? სხვა ლოგიკა შეიძლება ქონდეს სახელმწიფო ინტერესს რესურსებით, ასე ვთქვათ, მდიდარ ქვეყანაში და აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ასეთ ქვეყანაში და მეზობელი ყავს აგერ მაგალითად, დიქტატორი შეიძლება ამავე დროს ქმნიდეს სახელმწიფო ნაციონალიზმს. ანუ, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული დიქტატურა. და ჩვენ ტიპის ქვეყანაში ავტოკრატია და დიქტატურა ძალიან რთულია გახდეს ეროვნული. ამიტომ არის აქ საფრთხილო ავტოკრატია, იმიტომ რომ აუცილებლად მას დასჭირდება, ასე ვთქვათ, გარედან ზურგი, იმიტომ რომ ადგილობრივ ნიადაგზე ის ლეგიტიმაციას თავის რესურსებიდან გამომდინარეც ვერ მოიპოვებს. შესაბამისად, რაც დაასახელე ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, რასაც მივყავართ პრინციპში ლიბერალურ ეკონომიკამდე, ამას დავამატებდი იმას, რომ დემოკრატია გვჭირდება ჩვენ. აუცილებლად. აუცილებლად. ანუ ჩვენ
ვერ შევქმნით ეროვნულ ავტოკრატიას. ეს არის გამორიცხული. თორე შეიძლება გვიმსჯელა მაგაზე, რომ იყოს ახლა თუ ეროვნულია, იყოს ავტოკრატია და ნუ იქნება დემოკრატია, ხო? თუმცა სახალხო აზრში, პოლიტიკურ კულტურაში, განათლებაში, აი დემოკრატიის ჩვევა არ არსებობს და გასაკვირი არ არის, რომ არ არსებობს. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, მე ბევრჯერ ჩამიტარებია, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცეში. ქართულ სტუდენტს, ყველაზე კარგ სტუდენტსაც კი ყველაზე მეტად უჭირს ახსნას რა არის დემოკრატია. და სოციალურ ქსელებში რო ჩაატაროთ, იქ ფაქტიურად ტოტალიტარიზმს აღიწერენ და არა დემოკრატიას, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ხა ოხლოკრატია არის დემოკრატია, ვთქვათ, ხო? ანუ ეს გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დემოკრატია არასდროს არ გქონია. ჩვენ გქონდა შესუსტებული ავტოკრატიები. ანუ ჩემი განცდა ასეთია, რომ როდესაც ავტოკრატია სუსტდებოდა, ხალხი ამას ეძახდა დემოკრატიას. ანუ რაღაც ცოტა თავისუფლების სიოთ მოუბერავდა არსებულ სისტემაში. ამას არ ქმევდა, ასე ვთქვათ, დემოკრატიას, ხო? და როდესაც ავტოკრატია კონსოლიდაციისკენ მიდიოდა, ვთქვათ, ეს ყველა მთავრობის პირობებში შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ. როდესაც მიდიოდა კონსოლიდაციისკენ, აი იქ რაღაც მოქალაქეც გძნობს, ცოტა დისკომფორტს არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე არის, ისი მომხრე, გძნობს დისკომფორტს, ცოტა როდესაც შესუსტებისკენ მიდის, ოღონდ ავტოკრატიის შესუსტება ამავე დროს ნიშნავს სახელმწიფოს შესუსტებას. ანუ დასუსტებულ სახელმწიფოს ვეძახდით ხშირად დემოკრატიას, აი ასეთ აბსურდამდე მივდივართ, ხო? და შესაბამისად ამ ავტოკრატიების კონსოლიდაციის მომხრეები ხშირად ამაში სახელმწიფო ძლიერებას ხედავენ. ნუ რუსეთში სულ ასე ხედავენ მუდმივად, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ხანდახან ამ ყველაფერში ვხედავთ. ასე რომ აი ეს ელიტები ეს რატო არის მით თუნდაც თავისი თვითგადარჩენის ინსტინქტები რატომ არ არის განვითარებული? აი არ ვიმსჯელებ არც განათლებაზე, არც კულტურაზე, ეს ძალიან პირობითია, ძალიან სუბიექტურია, ვისთვის რა არის განათლება, ვისთვის რა არის კულტურა. მე ამას მინდა დავარქვა მოქალაქის, რიგითი მოქალაქის თუ ელიტის კულტურული იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური, რაღაცა თვითგადარჩენის რაღაც ინსტინქტი. რომ აი ამის იქეთ რაღაც სახელმწიფოებრივი საფრთხე ნიშნავს საფრთხეს ჩემს წინააღმდეგ, ხო? აი ეს ინსტინქტი არ განვითარდა. მათ შორის პოლიტიკურ სისტემასთან მიმართებაში, მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობასთან მიმართებაში. ეს ინსტინქტი ისევ ძალიან შესუსტებულია და მხოლოდ რაღაცა ერთეულ ჯგუფებში შეიმჩნევა, რომელთა მარგინალიზაცია, რა თქმა უნდა, ხდება განსაკუთრებული ცინიზმით, შემიძლია ასე ვთქვა. ასე რომ პლუს მორჩილების კულტურა, ელიტები მიჩვეული არიან, საბჭოთა გამოთქმა იყო, რომ დირექტორად პოლის ჯოხი რო დაგისვან პატივინასე, რამდენიმე წლის წინ საჯარო მოხელემ გაიმეორა, თორე არ გავიმეორებდი ამ სლენგს, ხო? საჯარო მოხელემ გაიმეორა ღიად ეთერში. აი ეს რაღაც საბჭოთა კავშირიდან მომდინარე რაღაც მორჩილების კულტურა, როდესაც ადამიანი თulis რომ მას რა ესმის ახლა ვიღაცა მაღლა ვინც არის უფრო ჭკვიანია რასაც ის გეტყვის ეს უნდა გააკეთო. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აი ამ რაღაც ინსტინქტის დონეზე გვაჩლუნგებს, თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ადამიანის მთავარი ინსტინქტია, აი ამ დონეზე შეიძლება ითქვას რომ გვაჩლუნგებს. ხო, განსა, აი ერთი საინტერესო მომენტი არის შემსჯელობაშიც და მინდა დავაკონკრეტო რომ აი როცა ასხვავებენ დაუშვათ ერთმანეთისგან ერს და ნაციონალიზმს. ზოგან წამიგითხავს ზოგიერთ რაღაც აბსურდულ ლიტერატურაში რომ ერი წარმოიშვა მე-19 საუკუნეში. მაგრამ ერს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართველ ერს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ალბათ ისტორიული პერიოდი, თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ არა მითოლოგიურ ისტორიაზე, შეიძლება ვისაუბროთ 2500 წელზე პირობითად. მაგრამ ნაციონალიზმი ეს დაკავშირებულია სწორედ აი ამ ინსტიტუტებთან, გაგებასთან იმისა, რომ შენ ანუ სახელმწიფო ორგანიზმს ეკუთვნი, ანუ შენი იდენტობის ნაწილი კიდევ უფრო სხვა დიდი ერთობა არის. ვიდრე შენი საახლობლო, შენი ოჯახი და შენი საურთიერთო სივრცე, ვისთანაც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებ. ჩვენი მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობის დღიდან ცხადია აი ამ ნაციონალიზმის მშენებლობა იყო და აი ამ ნაციონალიზმის ერთგვარი ძირითადი სტრუქტურები იყო ილიას და აი ამ
მე-19 საუკუნის კლასიკის რაღაცა ზოგად განაზრებებში. მაგრამ რო არ გვეღირსა ის წარმატება და პირდაპირ დავიწყეთ არსებობა წარუმატებლობით, სამოქალაქო ომი, პირველი ომი, მეორე ომი, მერე კიდე რანაირი კვაზი რაღაცა სახელმწიფო ედუარდ შევარდნაძის აი ეს ვერ აშენდა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, რომ ვერ აშენდა და თან რატომაც ვერ აშენდა კიდევ ეს ჩვენი მოწყვლადობა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაჭირებულები ვიყავით სულ რელიგიური რწმენებისკენ, მითოპოეტური გააზრებებისკენ, მითოსებისკენ და აი ახლა ამასინად გავეცანი საქართველო არის, რა ვიცი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან ერთად ყველაზე მედია უწიგნური საზოგადოება. გაწითლებულია. აი სირცხვილია ის რაც დაგომართა, როგორც არის გლობალური ომის პარტია და რა ვიცი მე კიდე რა ქვია მეორეს, deep state. ზოგიერთი deep stakes ეძახის საბოლოოდ. Deep state-იცო, deep state-იცო. აი ეს შეუთავსებლობა ლოგიკასთან და რეალობასთან, რატომ გახდა სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკური პროგრამა? ეს საარჩევნო დაპირება იყო. და ქართულ ოპოზიციასაც აქ მაქვს მე სერიოზული პრეტენზია ყველა ოპოზიციასთან ჩვენ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ანუ მასპინძლობს ხო? აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი კონსპირაციული რაღაცა პარადიგმა რომ მოიშველიეს და მე რა ჩვენსას ვიტყვით ამას ვაშენებთ, იმას ვაშენებთ და ეს ვისაც უნდა გაეცინოს, ვისაც არ უნდა აღმოჩნდა რომ ხალხმა დაიჯერა. კიდევ ერთი ასე თქვათ გამოკითხვის შედეგები, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილის ისას გამოკითხვის შედეგები იყო, მაგრამ რაშიც არ მეთანხმები იაგოს ალბათ ისიც მოტივირებულია იმით, რომ ქართულ ხალხში ეს მოტივაცია და ოპტიმიზმი არ ჩაქრეს და ალბათ ამანათქმევინა ეს, მაგრამ რაც შედეგიც იყო, ეს იყო კატასტროფა, რომ ყოველ მეორე ქართული ოცნების ამომრჩევას ჯერა deep state-ის ეს რომ გადავიყვანოთ არითმეტიკულად რამხელა ციფრზე, რა გენერალურ ერთობაზე არის საუბარი, ეს არის შინელება. აქ ცალსახად არის ორი მსაზღვრელი. ერთი რომ ყველა სახელმწიფოებრივი, ყველა ახალ სახელმწიფოს უწევს ამ ეტაპების გავლა. ახლა ჩვენ რო სახელმწიფო გქონდა, როდისღაც იმას სხვა ლოგიკა გქონდა, ხო? მოდერნულ პერიოდში ჩვენ გქონდა პირველი რესპუბლიკა, რომელმაც ძალიან ცოტა ხანს იარსება. და ის არ არის ჩვენს, ასე ვთქვათ, კოლექტიურ მეხსიერებაში. მათ შორის, იმიტომ რომ აკრძალული იყო მასე ინფორმაცია და არ შემოვიდა მას შემდეგ, რაც დაბრუნდა ინფორმაცია და ხელმისაწვდომია. რაღაც ჩვენს აღქმებში ემოციურად რიგით ქართველს რო კითხოთ, მისთვის არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად პირველი რესპუბლიკა. ასე რომ ეს ეტაპები ქონდა სრულად თავიდან გასავლელი და ბიბლიური ცნობილი მეტაფორა რომ მოვიშველიოთ 40 წელია საჭირო იმისთვის, რომ თაობები გამოიცვალოს, ანუ ახალი რაღაც იდეები შეიქმნას. ტოტალიტარიზმის მერე კიდევ უფრო რთულია. სხვათა შორის ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობის ესეთი ვერაგი მემკვიდრეობა, რომ ტოტალიტარიზმიდან გამოსვლა ძალიან რთულია. ბერლინში დარწმუნებული ვარ ნამყოფი იქნებით, იქაც კი დღემდე არსებობს კვალი და მე ჩემთვის მუდმივად რაღაც ესეთ პესიმიზმის წყაროა ხოლმე, რომ ბერლინში თუ დღემდე კვალი არსებობს, ანუ ჩვენთან ეს კვალი როდის არ როგორ უნდა წაიშალოს. ავტოკრატიიდან გამოსვლა უფრო მარტივია, იმიტომ რომ ეს ნაკლებად არის იდეოლოგიური, უფრო რაღაცა ძალაუფლების კონცენტრაციაზე. ტოტალიტარიზმი ესა იდეა, პოლიტიკურ რელიგიებს ეძახიან ტოტალიტარიზმს და ეს არ გამოდის, ეს რწმენა ხდება ადამიანების. ერთი რომ ეს გზა ბუნებრივად გასავლელი ქონდა, მაგრამ მეორე ის რომ ამას უბრალოდ არ გვაცდის ჩვენი მეზობელი. ანუ ჩვენ არ გვაცლის ბუნებრივად გაგვევლო ეს გზა. ანუ ჩვენ არ ვართ ისეთ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც შეიძლება ნელ-ნელა ევოლუციურად, წყნარად, დაბალანსებულად ეს გზა გაგვევლო. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ადამიანებს რაღაც ემოციურად ყველას გაგვიჭირდა. აქ არანაირი კავშირში არ არის, არც განათლების დონე, არც არაფერი. ყველა ადამიანს გაგვიჭირდა ამ ტრანსფორმაციის გავლა ემოციურად და საბჭოთა იდეოლოგიას მიჩვეულ ადამიანებს კიდე გაუჭირდათ ის, რომ მათ ვერ დაინახეს რაღაცა კონკრეტული ადამიანი, ვისაც შეიძლებოდა სწორება.
ეგ მე ხშირად მომყავს ხოლმე ასეთ შედარებით მაგალითად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იქ სადაც არის გამოკვეთილი კონსოლიდირებული ავტოკრატია ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იქ სახალხო გამოკითხვებში პირველ ადგილზე ყოველთვის არის ავტოკრატია რეიტინგით ინსტიტუციური ნდობით და იქ სადაც ასეთი გამოკვეთილი და მუდმივი ავტოკრატი ვერ გამოიძებნა და არ შეიქმნა იქ ყოველთვის არის რელიგიური ლიდერი იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება ვიღაც ვიზეც გააკეთებს ასე ვთქვათ სწორებას. ასე რომ რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოუწია ამ ხალხს ცხოვრებას და დაკარგული თაობების ეპოქა ფაქტიურად ჩემი თაობის ჩათვლით. ჩვენ ვართ რაღაც დაკარგული თაობის შვილები, მაგრამ ამას ემატება გარედან ფაქტიურად ნამდვილი ომი, ჰიბრიდული ომია. აი ამაზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ერთ-ერთი პლუს ჰიბრიდულ ომს ის აქვს, რომ არ ხდება ნგრევა, ეს ძალიან დიდი პლუსია და თუნდაც სამოქალაქო ომი ახსენე შენ და თუნდაც ამ ტიპის გადატრიალება არ მოხდა და მოხდა რაღაც ხავირდოვანი კონსტიტუციური გადატრიალება, ხო, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა ეს პლუსია. მისი გამოწვევა ჰიბრიდული ომის და სირთულე ისაა, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ ეს მოხდა. ანუ იქ დაინახა თავის თვალით და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ პოლიტიკურ კულტურაში სამუდამოდ ჩაიდო ის რომ სამოქალაქო ომი ძალიან ცუდია და არასოდეს არ უნდა მოხდეს და აი ამ შემთხვევაში ამ რაღაცა რეალურ გამოწვევებს უბრალოდ ვერ ხედავს, ვერ აცნობიერებს და თუ სახელმწიფოს ჩამოშლა არ მოხდა იმ მასშტაბით რომ ინსტიტუტები აღარ მუშაობს, შუქი ჩაქრა, ასე ვთქვათ და ვალუტა არ გაქვს და აღარ მუშაობს, ამ მასშტაბით როგორც შევარდნაძის დროს მოხდა, ეს თუ არ მოხდა დესუვერენიზაციას ის ვერ ხედავს, ხო? აი ეს არის პრობლემა, მაგრამ პირადად მე ვმუშაობ ჰიბრიდულ ომებზე და აი მუდმივად მაქვს ერთი კითხვა. არ არსებობს პასუხი ლიტერატურაში, იმიტომ რომ ეს მიმდინარე პროცესია და ხანდახან ისე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ რაც დაგვემართება, ის იქნება, ის გახდება მერე თეორია, იმიტომ რომ რაღაც შედეგი ჯერ არ ჩანს. აი სადამდე შეიძლება მივიდეს ჰიბრიდული ომით მოპოვებული შედეგი. რამდენად მდგრადი შეიძლება ის იყოს. ანუ როგორც აღმოჩნდა ჰიბრიდული ომის გარდა არსებობს ჰიბრიდული ოკუპაციაც და ჰიბრიდული ანექსიის პერიოდში ვართ ფაქტიურად და აი ეს რამდენად შეიძლება იყოს მდგრადი განსხვავებით კონვენციური, კლასიკური, ტრადიციული ომებისგან და ტრადიციული ანექსიისგან. ამაზე მე მგონი პასუხი არ გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ მაინც ამ მეთოდებით მოპოვებულო დესუვერენიზაციას ვერ ექნება ისეთი მდგრადობა. ჩვენ რაღაცა ექსპერიმენტის მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ექსპერიმენტის მდგომარეობაში. მე რომ არ ვიყო ამ ქვეყნის მოქალაქე და შორიდან ვუყურებდი და ვიცოდე დეტალურად ამ ქვეყანაში რა ხდება, იქნებოდა ფანტასტიკური თემა კვლევისთვის, მაგრამ ეს ჩვენ გვეხება, ასე ვთქვათ, ჩვენ სიცოცხლეს და ჩვენ მომავალს ეხება. რამოდენიმე ბლოგერის ანალიზი მაქვს, რანახე რომელიც შორიდან ძალიან კარგად ხედავს, აბსოლუტურად ადეკვატურად ხედავს, რაც გამოუვიდა რუსეთს საქართველოში. თუ როგორ მოახერხეს ამ ოლიგარქიული სისტემა და კერძო ოლიგარქის ასე ვთქვათ ინფილტრაციით ელიტების მოსყიდვა და შემდეგ ოპორტუნისტების კონსოლიდაციით პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ისეთი ცვლილება კურსის და ისეთი ასე ვთქვათ პრორუსული არსებითად პრორუსული და არა ფორმითაც პრორუსული, მაგრამ არა გარეგნული კონკრეტული ნიშნებით პრორუსული ხელისუფლების შექმნა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აი ამ ტექნიკაში ვერ გაერკვია. აბსოლუტურად ვერ ხედავს ამ იმას და თან ეს არის უკვე ჩემი ნაწილი, ანუ სოციოლოგიის ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა კულტურული კონფლიქტის მდგომარეობაში, სადაც აი ეს თითქოს და იდენტობის ბრძოლის ხაზი გაევლო, რომ ჩვენ გლობალიზაციას და გლობალიზაციურ პროცესებს ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ღირებულებით სისტემებს ემუქრებიან. და ესეც ჰიბრიდული ომის კონტექსტში აყოლინიყო როგორც საოკუპაციო პროგრამა დასავლეთის. და ეს ხაზი ჭამა ძალიან ბევრმა. ანუ ნაციონალიზმის თან ბრძოლა შენ ახსენე რას ნიშნა ნაციონალი ბევრი განმარტება და ამას ვერ წავყვებით და იქ ურთიერთსაწინააღმდეგო და ბევრი თემა მოდის, მაგრამ ნაციონალიზმთან ბრძოლა არ არის კარგი მეთოდი, მაგრამ ნაციონალიზმს უნდა შეუცვალოს სამიზნე. ანუ
ჩვენ ხალხს აქვს ის რაღაც ბრძოლის, ну შეიძლება ცოტა ხან კომიკურად სადღეგრძელოთი და შეიძლება რაღაც სხვა ფორმით, მაგრამ რაღაც შინაგანი მაინც ის თითქოს ბრძოლის მუხტი მუდმივად არსებობს ყველა რიგით ქართულში, უბრალოდ ამას სამიზნე უნდა შეუცვალო და სხვა მიმართულებით მიმართო, ასე ვთქვათ, მისი რისხვა. ეს ზოგადად პოპულიზმის ფორმულა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაცა სხვა მიმართულებით მიყავს ის ემოციები, რომელიც ასე ვთქვათ დაგროვილია. გეთანხმები, მაგრამ ერთ სანუგეშო რამეც მინდა ვთქვა, რომ მარტო ჩვენ არ გვეხება, ეხლა რა თქმა უნდა პოსტსაბჭოთა საზოგადოებები უფრო მოწყვლადები არიან, იმიტომ რომ ახსენე შენ რომ აი ბოლო კვლევა რაღაც მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით მუდმივად ინდექსებში ჩვენ ვართ ტექსტის გააზრების მიმართულებით, აი სადღაც ჯანდაბაში აი არ დავასახელებ რომელი ქვეყნების მერე, ასე ვთქვათ, ხო, ეს ზოგადად არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემა, მაგრამ აქ მე მინდა ვთქვა, რომ იმდენად რაღაც ვერაგი მეთოდია ეს ჰიბრიდული ომი და იმდენად დამუშავებული და პროფესიონალურად განხორციელებული, რომ სხვა ესე ძირძველი პოლიტიკური კულტურის საზოგადოებებმაც ვერ გაუძლეს. და მათ შორის გვაქვს ამერიკული პოლიტიკური კულტურა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ისე მოხდა, თან ამას დაერთო ეს სრულიად ახალი რაღაც ციფრული გლობალიზაცია, ადამიანი ვერ გაერკვა ყოველში მართა. ეხლა ხელოვნური ინტელექტში უკვე მართლა მე მგონი ჩვენს გვიჭირს უკვე გავარკვიოთ რა ნამდვილია და რა ხელოვნური ინტელექტის წარმოებული, ხო? ასე რომ ეს ზოგადად ეს უკვე გლობალური კონტექსტი არის, სადაც ყველასთვის რთული გახდა და ჩვენთვის მით უმეტეს უფრო რთული გახდა და აქ მე მინდა ვთქვა, რომ ყველას წარმატებულად ამ მიმართულებით ითვლება ფინური საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო, რა თქმა უნდა, მასზე, თავისი უნიკალური განათლების სისტემის გამო, როგორც ხშირად ამბობენ, ფინეთმა დაამარცხა, ასე ვთქვათ, სისულელე საკლასო ოთახში, ანუ მას არ გაჭირდა ამის გადატანა პოლიტიკურ პროცესებში და იქ ბრძოლა სკოლაშივე დაამარცხა, ანუ უნივერსიტეტშიც არა, სკოლაშივე დაამარცხა, ასე ვთქვათ, მთელი ეს გამოწვევები. ასე რომ ეს შედეგი დადგა. მაგრამ რამდენად მდგრადი იქნება, არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენი, რომ ეს იყოს მდგრადი, იმიტომ რომ ბევრი ნაკლოვანება აქვს ამას. სხვა თემაა, რომ კარგავთ დროს, სხვა თემაა, რომ შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნა. შესაძლებლობების ფანჯრები ხშირად არ იხსნება. ჩვენი პირველი რესპუბლიკაც გამოცხადდა შესაძლებლობის ფანჯრების ფარგლებში, მოულოდნელად, ჩვენი ელიტები სადაც კი არ იყვნენ ამისთვის. კარგავთ შესაძლებლობის ფანჯრებს, კარგავთ დროს, კარგავთ თაობას. ამას შეიძლება კიდევ ერთი დაკარგული თაობა გამოიწვიოს, მაგრამ მთლიანობაში, მდგრადობაში არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ აი ეს ცხელი გეოპოლიტიკური მდებარეობა არის ტრაგიკული, იმიტომ რომ ისტორიულად არავინ არ მოგვასვენა არასდროს წყნარად და ამავე დროს ეს განაპირობებს იმას, რომ შენ ასე მარტივადაც, ასე ვთქვათ, უცებ ვერ გახდები ჩრდილოეთ კორეის თუ ირანის თუ რაღაც წარმოუდგენელი ელიტების მეგობარი, ხო? აბსოლუტურად წარმოუდგენელი ტრენდები ხდება თვალში სოციალურ მედიაში, ჯგუფებში, რომ რა კარგი კაცი ყოფილა კადაფი, პატრიოტი ვაჟკაცი, რა კარგი ყოფილა ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება, რა კარგი ხალხი ყოფილა ირანელები, ასე ვთქვა და იგივე ადამიანები რამდენიმე წლის წინ მარშებზე დადიოდნენ რაღაცა შახაბასების წინააღმდეგ, როგორც კი ორ ირანელს დაინახავდნენ, ხო? ანუ თანმიმდევრულობა რო არა აქ ამ ხალხს ეს კიდე სხვა თემა არის აბსოლუტურად. თუმცა აი რაღაც ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მიმართულება გახდეს მდგრადი. აი უბრალოდ ეს შეუძლებელია. მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ოპტიმისტური ხედვა მაქვს, მაგრამ ასე მგონია, რომ სხვა თემაა, სანამ ჩვენ რაღაც ამ მოჯადოებულ წრეს თავს დავაღწევთ, მანამდე რას დავკარგავთ. ან რა იქნება ესეთი ზიანი, რომლის გამოსწორება შეუძლებელი შეიძლება გახდეს, ან ძალიან დიდი დრო დასჭირდეს, აი ამაზე არის ახლა ჩემი მთავარი შეკითხვა. და ამაში იგულისხმება ადამიანებიც, რომლებიც სწირავენ მათ შორის რაღაც სამსახურს, თავისუფლებას, ასე შემდეგ, ხო, აი ამაზე არის საუბარი.
საგარეო პოლიტიკა, ახლა გეოპოლიტიკა ვახსენე და საგარეო პოლიტიკაც ცოტა ქაოტურია დღევანდელ სამყაროში და ესეც იწევს. ეს ამის ზეგავლენაც მოვიდა ჩვენამდე, რომ აი რაღაცა ქაოსში აქაც ვეღარ გავირკვიეთ რა ხდება. თუმცა ისევ ეს რაღაც საგარეო პოლიტიკა არ დაგვაცდის ჩვენ, რომ აი რაღაცა კვაზი ავტოკრატია ავაშენოთ აქ და რაღაც კვაზი მეგობრები გავიჩინოთ და ჩვენთვის ვიყოთ წყნარად ვიყოთ თუნდაც რაღაც სანქციების თავის ავლით ნაშოვნი ფულით თუ რაღაც ჩინეთის კომპარტიასთან მეგობრობით ნაშოვნი რაღაც ეს ქართველისთვის არ არის უცხო ის ასე უყურებდა საბჭოთა კავშირს ხო აი რაღაცა დიდი ვიღაცა მტერი თუ მეგობარი ცოტა ფულს იშოვე კაი კაცი ხარ რა მნიშვნელობა აქვს საჩვეულობ აი ეს თითქოს რაღაც ეს ჩვევა გვაქვს რომ კაია ხო შენი ქვეყნისთვის ხო არის სამწუხაროდ ჩვენს ისტორიულ კოდში საშინელი ესეთი ეს კოდი ჩაიდო ხო აი ცოტა ტყვეთას ყიდვაშიც იყო ეს კი ტყვეთას ყიდვა დღემდე ტაბუირებულია რატომღაც და არავის არ უნდა მაგის ითქმა რომ ვინ იყო იქ თავარი აქტორები რომ ქართული ელიტები იყო თავარი აქტორები და მშობლები თვითონ ყიდნენ თავის შვილს ხო და საბჭოთა კავშირში ჩაიდო კიდე ახალი კოდი რომ იქ რაღაც ცოტა ჩალიჩის კოდი რა ცუდია შენი რომელიც ისევ ტყვეთას ყიდვის კოდის შეცვლა ტრანსფორმაცია შენი ქვეყნისთვის გინდა შენი ახლობლისთვის გინდა შენი სოფლისთვის გინდა მაგრამ უბრალოდ მე მგონია რომ საერთაშორისო პოლიტიკაც რაღაც ისეთ ტენდენციებისკენ მიდის რომ ამის ფუფუნებას ამ ელიტებს უბრალოდ ვერ მისცემენ აი ეს არის აი მე რაც დასკვნა ძალიან მაწუხებს ის არის რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე რომ შევიდეთ ეხლავე და ნებისმიერ ჩვენმა მნახველს მოუწოდებს რომ შევიდეს ეგ არის ორმხრივი ურთიერთობების გრაფა და ურთიერთობების საერთაშორისო ორგანიზაციებთან მანამდე სტატიებიც იყო დართული ვიყენებდი მას სალექციო მასალაში სტუდენტებისთვის არ იყო ცუდი ესე რა ქვია რიდერები და ეგ არის სუამი ევროპის საბჭო ბისეკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ადრე ევროკავშირიც იყო მე ისინიც დაშალეს და ეს სამწუხარო ის არის რომ ამ 30 წლიანი ასე თქვათ დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენ რა შენობაც ავაშენეთ საგარეო პოლიტიკაში მისი საძირკველში ნგრევა დავიწყეთ ანუ ეხლა ეს რომელიც აი აქ ჩამოთვალეთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ინფრასტრუქტურა რომელიც დაკავშირებულია დასავლურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასთან ხო ბისეკი აი შავი ზღვის სივრცე აი აქაც რაღაცა ეკონომიკური ურთიერთობები სუამი გვაერთიანებდა 4 ქვეყანა ამ რუსეთის ოკუპაციასთან და პლუს ალბათ იდეა ისიც იყო რომ ნუ ერთ დროს უზბეკეთიც კი იყო ამ რაღაცა გაუგებრობაში რომ იქნებ სამხრეთული ხაზი შეიქმნას რომ რუსეთს ორი უთი იწერება ხო იქნებ სამხრეთული ხაზი შეიქმნას რომ რუსეთს გვერდი აუაროს აი ამ ნავთობ ასე თქვათ ნაკადებმა და ალტერნატივა შევთავაზოთ ევროპას ევროპის საბჭო ჩვენი მასწავლებელი იყო ანუ როგორც ჩვენი სამართლებრივი სისტემის მოდიფიცირებაში აი წარმოვიდგინოთ ეს მეგობრებო ისე რომ დავდიოდით პედაგოგთან და ის გვამზადებდა როგორ უნდა ჩაგვებარებინა უნივერსიტეტში ეს უნივერსიტეტი იყო ჩვენთვის ევროკავშირი ევროკავშირი თვითონ გვამზადებდა ხო იყო უნივერსიტეტში ესეთი პროგრამის არა ჩააბარებდი ჯავახიშვილში იქვე იყო მოსა ავდექით და ყველაფერს ნაჯახით მივადექით ეხლა რას ვაშენებთ მოდი ასე ვთქვა ჩვენ სახელმწიფოებრიობა შევქმნით დასავლური ლოგიკით შეიძლება ცუდად შეიძლება რაღაცები გავაფუჭეთ მაგრამ დასავლური ლოგიკითაა ჩვენი სახელმწიფო შექმნილი და ეს არის პრობლემა კი ახლა ამის ჩანაცვლება სჭირდება კიდე განსხვავებული მთელი კიდე 30 წელი ალბათ მაგრამ ის რომ მიდიხარ თან იქ რა გარანტია აქვს ვისთან მიდიხარ ვისთან ირანი აი ასე რომ ეს ძალიან ტრაგიკული სიტუაცია ნამდვილად ეხლა მოდი ცოტა შევცვლი კურსს და სინამდვილეში რა ხდება აქ ბოლო 2 საუკუნეა დღეს კი არა თუ არ იცნობ რუსეთს სხვადასხვა ახალ თაობა არ იცნობს რუსეთს რუისაც რუსეთი უნდა ისიც არ იცნობს რუსეთს კი
რუსული ენა რო არის ეს ეკო თავისთავად. ყველაზე ცუდად არის ინფორმირებული სტალინზე სტალინისტი. კი, რა თქმა უნდა. ბოლო 2 საუკუნეა რომ მე-19 საუკუნეში თუნდაც რა ხდებოდა ილია ახსენე, იმ დროინდელ რუსეთს თუ არ იცნობ, ვერ იგებ აქ რა ხდებოდა. ხო? მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიას ვერ გაიგებ რუსეთის ისტორია თუ არის მე-20 საუკუნის და ამიტომ რუსეთის მხრიდან შევხედოთ, რას ამბობენ ისინი? მათ შორის რუსული პროპაგანდისტები პირდაპირ ამბობენ რაც უნდათ და მე რაღაც დოზით მიყვება ხოლმე სახელმწიფო. წინასწარ აჟღერებენ, ისინი კი არ ქმნიან დღის განრიგს, ანუ მათ ევალებათ ხოლმე რაღაც თემების წინასწარ გაჟღერება. აი რა უნდა რუსეთს? მოდი ესეთი რთული გამოსაცნობია ხა იმასაც ცელოფილმის არ იყოს რა უნდათ ქალებს, მაგრამ აი რა უნდა რუსეთს აქედან დავიწყოთ? რას ამბობენ ისინი? რაზე ქონდათ აქცენტი, რიშის შეწყვეტა უნდათ, სახელმწიფოში რისი ჩამოშლა უნდათ, არ ღირს რომ აქედან კუთხიდან ვიმსჯელოთ და დავიკარგოთ ამ რაღაც დეზინფორმაციაში და ხანდახან სრულიად წარმოუდგენელ ნარატივებში, ჯობს რომ იქეთა კუთხიდან შევხედოთ. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის ჩაშლა. ეს მათი მიზანი იყო მუდმივად, ამას ყოველთვის ამბობდნენ. რა თქმა უნდა, ინსტიტუციური ჩამოშლა. მათ შორის ბოლო თვეებში ძალიან ხშირად ახსენებენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და იმედი მაქვს, რომ აქამდე ვერ მივასაქვე, მათ მოიხსენიებენ როგორც ამერიკულ სტრუქტურებს. და მოუწოდებენ ქართველ პატრიოტებს, რომ რაღაცა მოითხოვონ, პიკეტები მოაწყონ, ასე ვთქვათ, ქართული ჯარის ბაზებთან და იმ ლოგიკით, რომ ეს ამერიკული ბაზებია და ძალიან ნელა ოკუპაციას მოახერხეს. კი, კიდე რა უნდათ, აი მოდი ასე ვთქვათ, სადამდე მიდიან. არის სრულიად წარმოუდგენელი ვერსიები ზოგიერთ ჟურნალისტის მიერ, რომ საქართველოს დაშლაც არ იქნებოდა ცუდი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ აქ რაღაც გეოპოლიტიკური შეჯახება და რაღაც დაშლილი, რაც სხვათა შორის აქტუალური იყო შევარდნაძის დროსაც. შევარდნაძის დროინდელი მოხელეები, მასთან დაახლოებული მოხელეები იხსენებენ ამ ამბავს, რომ რუსეთი შევარდნაძის რაღაც მომენტში სთავაზობდა საქართველოს ორად გაყოფას, ხო, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. მათ შორის ეს არის მე-19 საუკუნის რაღაც იმპერიული ხედვა დაყავი და იბატონე თბილისის და ქუთაისის გუბერნია, სადაც მეგრელი ქართველი არ არის, ეს არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის სრული ჩამოშლა და აი მოდი ახლა მე დავესესხები დუგინს. მას ჰქონდა რამდენიმე ცნობილი ინტერვიუ ბოლო თვეებში. სადაც საქართველოსგან რა უნდათ, რა თქმა უნდა არ ეკითხებოდნენ, ეკითხებოდნენ ზოგადად რა უნდათ. ზოგადად რა უნდა რუსეთს და უკრაინისგან რა უნდა. სადამდეა მისი ზღვარი, ასე ვთქვათ, აი ეს იყო საინტერესო, მათ შორის მოლაპარაკებისთვისაც, ხო, მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე უნდა იცოდე, სად არის რეალური ზღვარი და სად არის ბლეფის საშუალება, ხო? მათ შორის რა უნდა უკრაინისგან, რა უნდა დანარჩენი სამყაროსგან, რა უნდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან. და დუგინი ამბობდა ასეთ რამეს, რომ უკრაინისგან გვინდა ის უნდა იყოს ან ნეიტრალური ან ჩვენი. ნეიტრალური უკვე იყო და არ მოგვეწონა, ესე იგი ჩვენი. აღმოსავლეთ ევროპისგან რა გვინდა, ეს უნდა იყოს ბუფერული, ანუ ან ნეიტრალური, ან ჩვენი. და შევხედოთ, თუ მოგვეწოდება ნეიტრალურობა, იმიტომ რომ მე გადავლენ ჩვენი. და აი იქ მე ხშირად ეკითხებოდნენ დუგინს, რომ რამდენად რეალურია ეს მიზნები რუსეთისთვის. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის აი ყველაზე ესეთი ძლიერების პიკშიც კი აღმოსავლეთ ევროპის მართვის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ხო, რუსეთს. რამდენად რეალურია ის მიზნები, რასაც რუსეთი ისახავს. ანუ ჩვენ აქედან უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, ჩვენი გამოსავალი სად შეიძლება იყოს, რამდენად რეალურია ის, რასაც რუსეთი მიზნად ისახავს. თორე ის ისახავს სრულ ჩამოშლას თავის გარშემო ველში, რა თქმა უნდა, მას არ აწყობს შექმნილი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, მას არ აწყობს დემოკრატია, რა თქმა უნდა, მას არ აწყობს რეგიონში ევროინტეგრაცია. რამდენად შეძლებს აი იმ ძიმე პირობებში, რომელიც დღეს მას აქვს, არარეალისტური გათვლებით დაიწყო ეს ომიც.
მეთანხმებით აიღოთ რუსეთ-უკრაინის ომი, 3 დღეში კიევი უნდა აიღო. აი მანამდე რა თქმა უნდა უკრაინაშიც იყო ჰიბრიდული ომი. ახლა 2014 წლის ომი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ჰიბრიდული ომი, იმიტომ რომ იქ რაღაც მწვანე კაცუნები გამოჩნდნენ და რუსეთი ამბობდა რომ მე არაფერ შუაში არ ვარ, ხო ეს მოხალისეები არიან, ადგილობრივი აქტივისტები არიან. ატომკაც აღმოაჩნდება ამ ხალხს რაღაცაში ძიმი შეერაღებაც. კი, და მიაღწია მიზანს, არავინ არ დაიწყებდა რუსეთთან ომს რაღაცა იმ კონკრეტული ტერიტორიების გამო და რაღაც ისე შთაბეჭდილება მრჩება მათ შორის უკრაინელებთან პირადი კონტაქტებითაც ისეთ შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ახლა უკრაინაც დიდად ასე ვთქვათ არ იყო შემდავებელი ხო იმ რაღაც კონკრეტული ტერიტორიების და მაშინ იყო ხოლმე კითხვა რომ აი კონვენციური ომი გართულდა გაერო სისტემაში იმიტომ რომ შეიძლება გაერო ბევრს ვერაფერს აკეთებს მაგრამ კონვენციურ ომს თავის ფასი აქვს ანუ საერთაშორისო სამართალი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ვიღაცამ არ დაიწყოს კონვენციური ომი, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ მე ამას თავისი დიდი ფასი აქვს. მათ შორის პოლიტიკური, მათ შორის ეკონომიკური, ამიტომ თუ ომის ლეგიტიმაციას ვერ იღებ, ანუ თუ გინდა აწარმო არალეგიტიმური ომი და სხვა ქვეყანას თავდასხმარი არალეგიტიმური ომი, ამ შემთხვევაში ჯობია ჰიბრიდული ომი, რომელიც თვითონაც ვერავინ ვერ დაგსჯის. საერთაშორისო სამართალი ვერ მიყვება ჰიბრიდული ომის განვითარების პერსპექტივას და იქ იყო ხოლმე კითხვა მუდმივად, რომ კონვენციურში არ გადავა. აი ჰიბრიდულით რასაც მიაღწევს, ეს იქნება და მე გაახანგრძლივებს ამ ჰიბრიდულს და მუდმივი დაუსრულებელი, მაგრამ მაინც გადავიდა კონვენციურში, რაც იყო არარაციონალური გათვლა თვითონ რუსეთის. აქ ალბათ დასაკონკრეტებელია ის მომენტი, რომ ამ კონვენციური ომის ბრჭყალებში შესაძლებლობა ფუფუნება თუ შეიძლება ამას ეწოდოს. ალბათ აქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდ სახელმწიფოებს. აი რუსეთს თავისთავად ცხადი აღმოაჩნდა ამის შესაძლებლობა. ალბათ ვივარაუდებთ, რომ შესაძლებლობა კიდევ აქვს ჩინეთს, მაგრამ ვივარაუდებთ და ჩვენ არ ვიცით. მაგრამ სხვა არც ერთ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ანუ იქვე ვნახეთ ინდოეთ პაკისტანის ომი და ორივე ქვეყანა მოწყვლადი აღმოჩნდა იმისას, რომ საერთაშორისო ზეწოლამ უცებ ორივე დააშოშმინა. ისრაელ, ასე თქვათ, ირანის ომიც მაინც იმდენად რთული იყო, ზეწოლის მექანიზმები, ბევრი კითხვები იყო, კი, მაგრამ ეს უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ მაინც სხვა სახელმწიფოზე თავდასხმის ფაქტია. აქაც არ იქნებოდა არანაირი ისეთი პირობა, რომ ეს ომი დროში ხანგრძლივი ყოფილიყო და გადასულიყო სახმელეთო ომში ან რაღაცა შუა საუკუნეობრივ სცენარში, ხო? აი ჩვენ რომ წარმოვიდგენია ზოგიერთს ალბათ შეიძლება საომარი ოპერაცია დაუშვათ აფხაზეთში და იმაში ძალიან მოწყვლადი ვარ, შემდეგ ზეწოლისთვის უცებ გაგვაჩერებენ. წარმოვიდგენ, მე არ ვეთანხმები მაგას. ვერ გავაკეთებთ. სრულიად არარაციონალური. ვერ გავაკეთებთ. ან პატარა სახელმწიფოებს უცებ საერთაშორისო სისტემა გააჩერებს. ის რომ რუსეთი არის ამისი მაგალითი, რომ საერთაშორისო სისტემა ვერ აჩერებს ომს. ვერ აჩერებს ბოლომდე, მაგრამ ამავე დროს რუსეთიც არ არის გამარჯვებული. ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გამარჯვებული არ არის. მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს უმძიმესი მდგომარეობა ეს არის მარტო, აი ეს მდგომარეობა, რომ მაინც ახლა მოგწონს არ მოგწონს და არ მომწონს. ეს რუსეთი არ არის ჩვეულებრივი რიგით სახელმწიფო, სუპერ სახელმწიფოების კატეგორიაში შეიძლება გავუყვანოთ, ხო? თეორიულად, აი, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი უცებ მაინც ის ლეგიტიმაციის ხაზი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ომის გაგრძელების შესაძლებლობა მაინც უზრუნველყო დიდ სახელმწიფო თურქეთმა, მაგრამ მაინც უნდა დამთავრებულიყო. ვერ გაგრძელდებოდა ის წლების განმავლობაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. საერთაშორისო სისტემის შეფასებაში. ჩინეთზე მინდა დავაკონკრეტო. ჩინეთი ძალიან მოწყვლადია და ის არასოდეს არარაციონალურ ნაბიჯად ძალიან რაციონალურ დიპლომატია აქვს მათ და თან მათი სუპერ, ასე ვთქვათ, ძალა არის მათ ეკონომიკაში, რომელიც განფენილია მთელს მსოფლიოში და არასოდეს არ შეეხება თავის ეკონომიკურ ინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის მისი ჯინი, ხო? ტექნოლოგიური ქვეყანა. ეს არის. ხა რუსეთის ძლიერება, ცოტა ბრჭყალებში შეიძლება ვთქვათ. რუსეთის ძლიერება ეგ არის, რომ მოწყვლადი არ არის არც ადამიანური მსხვერპლის მიმართ. არც შიდა უკმაყოფილების მიმართ. არც გარეკავშირების მიმართ. აი ძალიან სპეციფიკური სახელმწიფოა ეს სხვათა შორის. ამით არის მისი სუპერ სახელმწიფოს მდგომარეობა უზრუნველყოფილია შეიარაღებაზე ფინანსური რესურსების, რა ვიცი მე, კონცენტრაციით. მაგრამ სხვა მიმართულებით რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც
ტექნოლოგიებით, აი დაახლოებით იგივე მდგომარეობაში როგორც საქართველოს. აი აქ არ გვიწარმოებია ეს ჭიქას, ალბათ შემოვიდა სადღაციდან. თითქმის იგივე მდგომარეობა რუსეთში თუ კი მაღალ ტექნოლოგიებზე საუბრობთ, ხო, პრაქტიკულად ყველაფერი, რა ვიცი, ძალიან ისეთი არის რა. ხო, თუმცა ეს არ იწვევს რაღაცა შიდა რყევას. ანუ არაფერი რუსეთში არ იწვევს შიდა რყევას და პირიქით. შიდა რყევას იწვევს ის თუ აღარ იომებს იქაური ელიტა. აი ეს პირიქით არის, უკუღმა არის ეს. ხო, ეს ლოგიკა მათ ნაციონალიზმის პროგრამაში ალბათ და არის ალბათ იმაში რაღაცა ლოგიკა. აი ახლა მინდა ჩვენ რახან ჩემი კითხვა გამომდინარეობდა იამ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინფრასტრუქტურის დეკონსტრუქციაში, სრულ ნგრევაში, აი ნაჯახით მიადგნენ, ფესვებიდან გლიჯავენ. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ელჩის ეპიზოდი, როცა აი ეს რაღაცა ძალიან არ ვიცი, მას კურიოზი შეიძლება დაერქვას. დიდი გაუგებრობა, ხო? შორიდან ალბათ სასაცილო იქნება, რომ თუ გავალ ჩვენ ფონზე, მაგრამ ახლოდან სულ არ გამეცინა მე, როცა წერილი არ გაუგზავნე, წერილი ჯერ ოფიციალურ პირს არ მისცეს, მე არ დამავალეს, რომ ირაკლი კობახიძეს მისცეს წერილიო, არაოფიციალურ პირს, მაგრამ ფლობელს, რომელიც თავად დააკონკრეტა, რომ ფლობელია საქართველოსი. მასე, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსოლიდირებულია აზრი, რომ ეს ქვეყანა არაფორმალურად იმართება. ეს რა მდგომარეობა? დავიწყებ საბჭოთა იუმორით, რომელსაც ბოლო წლებში ხშირად ვიმეორებ. ხოთაშორის საბჭოთა ანეკდოტები ძალიან დიდი სოციოლოგიური სოციოლოგიური წყაროა ისტორიის შესწავლის. იყო ასეთი ანეკდოტი, რომ აი ქართველი კოლმეურნეები შეიკრიბნენ, რომ გადაწყვიტონ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხები და ახლა დაასკვნა რა დასჭირდებათ, რომ რა გადაწყვიტეს და ერთ-ერთმა აიწია ხელი და თქვა, რომ მოდიო ამერიკას ომი გამოვუცხადოთო და კარგიო გამოვუცხადოთო და მე რა ვქნათო სხვა მაკითხეს და მე დავნებდეთო. რაღაცა იხანდახა მგონია, რომ ამ ანეკდოტში ვართ. რასაც თქვენ ამბობთ, კი, ელჩმა პირდაპირ თქვა, ეს იყო მუქარის შემცველი. ანუ ვიღაცა ლიდერი საქართველოსთან არაფორმალური თუ ფორმალური მნიშვნელობა აღარ აქვს, ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხყოფელი ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკა ამას არ აღიქვამს სერიოზულად. შეუძლებელია, რომ აღიქვას სერიოზულად და ამას აღიქვამს ისე, როგორც არის. ამას აღიქვამს როგორც გზავნილს რუსეთიდან. იმიტომ რომ ეს მართლა ეს არის. იმიტომ რომ ეხლა მასეთ არარაციონალურობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ეხლა თუნდაც ქართულ ელიტებს, რომ ამერიკას ომს უცხადებენ, ხო? ეს არის მოიაზრება უკვე რაღაც რუსულ სივრცეთ, შვამავლად. სხვადასხვა ჩვენმა პრეზიდენტმა, გულისხმობ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ომი რო დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, დამამახსოვრდა ესეთი რაღაც ნიუანს, აიღო აქცენტი, რომ არისო ასეთი საფრთხე, ჩემი აზრით, მას ალბათ რაღაც ინფორმაციაც ექნებოდა ჩვენზე მეტი, რომ აი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე მძიმე პერიოდში რუსეთს სჭირდება მარტივი წარმატებები და ეს მარტივი წარმატება არ იყოს საქართველო. ამაზე შეიძლება მან აქცენტი აიღო. დღეს ყველა ასე აღიქვამს ევროპაშიც და ამერიკაშიც, რომ ჩვენ რაღაც გავხდით რუსული სივრცის ნაწილი, ასე ვთქვათ, შვამავალი კანონიერი ქურდები რო აგზავნიდნენ ვიღაცა თავის დაქვემდებარებულ ტიპებს, ხო, რაღაც მესიჯის გადასაცემად, აი რაღაცა ეს ფუნქცია გვაქვს ამ წუთში ჩვენ, ასე ვთქვათ, გარე სამყაროსთან ურთიერთობის. ამიტომ აქ ყველაზე მთავარია ისე აი რა მოხდება იმ დიდი ბიჭების დონეზე. არ ვიცი, ტრაგიკულია თუ ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ რაღაცეები დიდი ბიჭების დონეზე წყდება ხშირად საერთაშორისო პოლიტიკაში და არა ჩვენი რანგის სახელმწიფოების დონეზე, მაგრამ ასეთ მძიმე სიტუაციაში აქ ნამდვილად დიდი სახელმწიფოების თავის ინტერესიც აქვს და ასევე ამ კონფლიქტის შეწყვეტის რაღაც აუცილებლობა დგება. თუმცა ძალიან რთულია თქმა როგორ. შეუძლებელი. ძალიან ჩიხურია ეს სიტუაცია, იმიტომ რომ რუსეთი ვერ გაჩერდება, რუსეთი თუ გაჩერდა, მერე ექნება შიდა პრობლემები. ანუ რუსეთისთვის თავის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ინსტინქტი ეუბნება, რომ უნდა იომოს. აი, რაც თქვით რამდენიმე წუთის წინ, რამდენი კაცი დაეღუპება, ეს არ მოქმედებს მის
სახელმწიფოს მდგრადობაზე. ომს თუ შეწყვიტავს, ეს მოქმედებს მის სახელმწიფოს მდგრადობაზე, ხო? ამიტომ ის ფიზიკურად ვერ ჩერდება. შესაბამისად, რა არის აქ ამდენი თვეა მიმდინარეობს უკვე ეს ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები თავის სხვადასხვა მიხვეულ-მოხვეულ და სრულიად სხვადასხვა ლოგიკით. აი, რა შეიძლება იყოს აქ გამოსავალი? უკრაინა ვერ დათმობს, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს, ეს გამორიცხულია. მარტო იმიტომ არა, რომ უკრაინელებს ჩვენ უჭერთ ხარს თუ ვიღაც უჭერს, სხვათა შორის ამერიკაში ბოლო კვლევებით მოსახლეობის დიდი ნაწილი ხარს უჭერს მათ შორის უკრაინისთვის იარაღის გადაცემას. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს თუ ერთხელ მოხდა, ეს იქ გახდება დიდი მოჯადოებული წრე. ეს თუ ერთხელ მოხდა, რომ სხვა ქვეყანაზე თავდასხმა, ანუ რუსეთმა გადააბიჯა ისეთ წითელ ხაზს, როდესაც მისი ეროვნული ინტერესი აღარ არის მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოების რუსეთის, უკრაინის ეროვნული ინტერესი. ანუ ეს არის რაღაცა საერთაშორისო სისტემის გამოწვევა ხდება ეს ყველაფერი და საერთაშორისო სისტემა თუ არ იქნება დაცული, მერე დაიწყება წარმოუდგენელი ამბავი. რაც იყო შუა საუკუნეებში, გადაირბენდი შეებრძოლებოდი, ხან შენ დაგამარცხდნენ, ხან ოღონდ ამას დაამატეთ ბირთვული იარაღი, თანამედროვე შეიარაღება, ხო, მაშინ ახლა რაღაც შვილდესრით იბრძოდა ხალხი, ხო? ასე რომ აი ეს არის ძალიან დიდი ჩიხი. არ შეუძლებელია რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს ეს ომი, ოღონდ ფაქტიურად ჩიხია, რომ რუსეთი ვერ ამთავრებს ომს. აი აქ სად შეიძლება გავიდეს ეს მოლაპარაკების რაღაც ოქროს შუალედი, ჩემთვის პირადად რაღაცა ძნელი წარმოსადგენია. მოლაპარაკებაში მე ვერ ვხედავ რესურსს, აი კონკრეტულად რაზე უნდა მოლაპარაკდნენ, ის არის ძალიან რთული, შესაჯერებელი, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ასე თქვა რეცეპტი იყო ის, რომ არსებული მდგომარეობა დაფიქსირდეს როგორც არის, მაგრამ ეს დაფიქსირება როგორც ერთისთვისაც, ასევე მეორესთვისაც საკმაოდ პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ რუსეთში კიდე შეიძლება ალბათ ეს დაფიქსირება რთულად, მაგრამ რაღაცნაირად, იმიტომ რომ გარკვეული მოგება არსებობს, ტერიტორიული მატება არსებობს და უკრაინისთვის ეს როგორ უნდა აიხსნას, რომ ამდენი ასეული ათასი ადამიანი დაიღუპა და ჩვენ დროებით ვჩერდებით, ეს ძალიან რთული მისაღებია. ძალიან საინტერესო ტექნიკა აქვს ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციას, აი მთელი ამ მოლაპარაკებების მანძილზე. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი პირველ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ცდილობდა, რომ რუსეთს არ ქონოდა განაწყენებული, წაგებული, იმიტომ რომ ძალიან საშიშია რუსეთში და განსაკუთრებით პუტინისთვის და აი რაღაც ისე შეეწყვიტა თუნდაც ამ არსებულ ხაზზე, რომ ეს რუსეთს პუტინს ქონოდა საშუალება, რომ ეთქვა, რომ გავიმარჯვე. რაღაცა გამარჯვების ილუზია შეექმნა. შესაძლებელია ეს ყოფილიყო უკრაინისთვისაც გამოსავალი და დათანხმებულიყო, მაგრამ რუსეთი ეს იქნებოდა რუსეთისთვის რაციონალური ომის შეწყვეტა, ოღონდ რუსეთი არ დათანხმდა. მან მოითხოვა ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უკვე რო აქვს ანექსირებული დოკუმენტებში, ანუ ესეც ხო რაღაც ისტორიული კურიოზია, რომელი ტერიტორიაც ჯერ არ აქვს ოკუპირებული, ისინიც ანექსირებული აქვს უკვე, ხო, დოკუმენტებში. ისინი მოითხოვა ისე, ანუ მე რო ვერ დავიფყარიო, ისინიც მომეცით გამითავისუფლეთო. ამის მერე იგივე რაც ვახსენე დუგინის ცნობილ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პლუს ბუფერი მინდა სადაც ჩინეთის ჯარი და რაღაცა ესეთი არა ეუთო, არა ევროკაში, სადაც ჩადგება რაღაცა ესეთი ჩვენთვის სასურველი შუამავალი რაღაც მშვიდობის ყოფილები, ანუ მათი ასე ვთქვათ მოთხოვნები იყო იმდენად წარმოუდგენელი, თუ არა იქნებოდა რაციონალური. ეხლა ამიტომ ალბათ აი ბოლო დღეებში რაც ხდება, ეხლა გადადის ტრამპის ადმინისტრაცია ხა მოლაპარაკების ახალ მექანიზმზე, ხა პირიქით დაშინების მექანიზმზე გადადის, ხო, პუტინის 50 დღიანი ვადა, ხო, პუტინის წინა, ან დაყვავება რო არ ჭრის რუსეთის მიმართ, ეს ვერ გაიგო ლიბერალურმა სამყარომ ვერასდროს. დაყვავება, ეხა დაშინება, ეხა ეს დაშინებაც მე არ მჯერა რომ რეალური ხო, ანუ მე ამ პოლიტიკაში რახან წარმატებას ვერ ვხედავ, ვერ ვიტყოდი რომ ეფექტურია, ანუ ვერ ვიტყოდი რომ ტრამპის ადმინისტრაციას აი ამ ლოგიკაში ალბათ მოსინჯა ნიადაგება, მაგრამ გარკვეულწილად ბევრი რაღაც არის სუბიექტურად აღქმული მცდარი წარმოდგენების. ეს მცდარი სუბიექტურად აღქმული წარმოდგენები გამომდინარე ტრამპის პერსონიდან, რომელიც მრავლად ავლენს
იმას, რომ ის რთული საკომუნიკაციო პერსონალის თავად აპარატში მომუშავე ანალიტიკური ჯგუფებისთვის, რომ შეუცვალოს სიტყვა და უშუალოდ საჯარო სიტყვა, საჯარო პოზიცია მოუმზადოს და ეს მხოლოდ გამაშხერებელი იყოს. იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი რაღაცეები აქვს ნათქვამი, რომ ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდო. ხა ლიბიაში რომ ინგლისური საიდან იცითო თქვენო და ესეთი რაღაცეები და ყველაზე მთავარი ხა რა თქვენ ეს კურიოზები, ის იყო დიდი კურიოზი, შავი იუმორის ჟანრში, როცა ზელენსკი მიიღეს რგვალ კაბინეტში, ხო? როგორც იყო მომზადებული ტრამპის ადმინისტრაცია და ვენსი, ეს იყო კატასტროფა. იმიტომ რომ აქ ჩანდა რომ ანალიტიკური ჯგუფებით დამუშავებული არ იყო ეს ისა, ეს იყო ძალიან რაღაცა პერსონალურ აღქმების დონეზე რეპლიკები, რომელიც არ უნდა იყოს მე მგონი დაშვებული ასეთ მაღალ დონეზე, ხო? და ეს როდემდე შეაღწევს ეს ტრამპის გონებაში ის რომ რუსეთთან აი ეს მე ადრე მქონდა ესეთი ასე თქვათ დასკვნა ამ იმასთან რომ ანუ ტრამპი ხელმძღვანელობს ნიუ-იორკულის სუბკულტურის ერთგვარი რაღაცა გაგებით იქ არის made guy რაღაცა ესეთი ისინი ანუ ჩვენთან როგორც არის ქურდი ძველი ბიჭი თუ რაღაცა და made guys შეუძლია ის გააკეთოს ასე შეუძლია ჩაულებროდება და made guys ვერ დაარტყა ამ ხელს იმიტომ რომ არ შეიძლება made guy და აი ესეთი made guy არის მისთვის პუტინი და აი ესეთი მაფიოზური რაღაცა სუბკულტურული გაგება გადმოტანილი აქვს ძალიან პერსონალურ რაღაცა პოლიტიკურ რაღაცა პროცესებში და ძალიან ბევრი სისულელი აქვს ნათქვამი. ტრამპის გამონათქვამებზე არ ღირს კომედიურ ასე ვთქვათ ჟანრში, მათ შორის პირველი პრეზიდენტობის დროს საოცრებები აქვს ნათქვამი მაკრონის წინააღმდეგ, ერდოღანის წინააღმდეგ. ისეთ გამონათქვამები აქვს, რომ ტრადიციულ ეპოქაში ასეთი მესიჯის მერე ომი რო იწყებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა აქვს პერსონას გავლენა, ოღონდ მე არ მჯერა იმის, რომ პერსონებზე დამოკიდებული პოლიტიკის წარმოება მით უმეტეს ისეთ შემდგარ ქვეყნებში, ჩვენის თანაქვეყნებშია პერსონას ჩამოკიდებული პოლიტიკა. ისეთ ქვეყნებში, სადაც ღრმა deep state-ია. State-ი. ანუ და იმდენად დეცენტრალიზებული ამერიკული პოლიტიკური სისტემა, ეს კიდე მეორე კურიოზი იყო, რიგითი ამომრჩეველი რომ მსჯელობდა ტრამპის მოსვლაზე და რაღაცა სრულიად აბსურდული. იმდენად დეცენტრალიზებულია, პროფესიული დონეზეც რო სწავლობ ძალიან რთულია. დაერკვე იმდენად დეცენტრალიზებულია იქ ძალაუფლება და იმდენი ინტერესი მოდის და თვითონ ტრამპის ადმინისტრაციაში ყოფ აი პირველ პირებსაც კი რაღაც განსხვავებული იდეოლოგიური ხედვები აქვს ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ხო? იგივე რუბიოს ვენსის რაღაცა ის სრულიად ერთმანეთთან დაპირისპირებული ხედვები, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასე რომ რა თქმა უნდა ტრამპის პიროვნებას აქვს რაღაც მნიშვნელობა, პიროვნებას ყოველთვის აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ ის ვერ იქნება გადამწყვეტი. მთელი ეს მოლაპარაკება ჩემში დატოვა ასეთი, ეხლა ტრამპის პოლიტიკის ასე ვთქვათ კომენტირება ძალიან უმადური საქმეა და ამერიკელი პოლიტოლოგებიც თავს არიდებენ, მაგრამ ჩემში დატოვა ასეთი შთაბეჭდილება, რომ ერთი რო იცნობს დიპლომატიური მოლაპარაკებების ტექნიკებია ამას, რა ვიცი, ტრენინგებზე ვასწავლით ბავშვებს, ხო, აი ტექნიკა როგორ არის რაღაც ყინულის ლღობის, მე რაღაცას თემის გამოცემ. ერთი რომ ამას იცნობს და პლუს ის იცნობს ბიზნეს მოლაპარაკების ტექნიკებს, რომელიც შემოიტანა პოლიტიკაში და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თლად ეფექტური იქნება პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ბიზნეს ლოგიკით რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და აქვე დავამატებ ზოგადად ამერიკელების და ევროპელებისაც ვიდრე ამ ომამდე ეხლა მე მგონი რაღაცები იცვლება. აი რაღაც ზედმეტად ეს ლიბერალური ხედვა მაგალითად აი გერმანიის რაღაც დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ რუსეთს რაც უფრო დაუმეგობრდები, მერე მით უფრო იქნება უსაფრთხო კავშირი. ანუ მეტი მეგობრობა ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას. ამას აქვს თავისი თეორიული საფუძვლები თეორიებში, უბრალოდ რუსეთთან ეს არ ჭრის. აი ეს მიდგომა რაღაცა მგონია რომ პრობლემური იყო მუდმივად ევროპაშიც და ამერიკაშიც და რაც შეეხება ხა მაფია ახსენე ერთი სასაცილო ამბავი მინდა გავიხსენო რამდენიმე წლის წინ რაღაც დიდი უკვე ომია დაწყებული და რაღაც დიდი კონფერენცია აკადემიური ძირითადად ევროპელები და აი
ну რაღაცა ტრაგედიებს ხატავენ, რომ რაღაც როგორ აღმოაჩინეს ეს შეღწევადობა მათ შორის გერმანიაში და რა დღეში ყოფილიყარ და რაღაც ჩვენ მოგვეთხოვება აკადემიურ პერსონალს, რომ რაღაც თეორიას დავაფუძნოთ ამბავი. ანუ ანეკდოტივით არ ვილაპარაკოთ, ხო, რაღაც თეორიას უნდა გავყვე, რაღაც თეორიებს მიყვებიან, ეს გრძელდება 2 დღე. და ბოლო გამომსვლელი იყო ამერიკელი გენერალი პენსიაზე გასვლის მერე ისინი იცლიან, ასე ვთქვათ, ამ საჯარო სივრცეებისთვის. არანაირი მოხსენება მას არ ქონდა. და მან პირდაპირ თქვა, რომ აი 2 დღეა გისმენთო. გადაყარეთ ეგ ყველა თეორიაო, რასაც ახლა გვიკითხავთო. და უყურეთ ნათლი მამასო. თქვენ თუ გინდათ გაიგოთ როგორ მოქმედებს პუტინის მთავრობა, თქვენ უნდა გაერკვეთ როგორ მოქმედებს, ასე ვთქვათ, მაფიის ლოგიკა. იმიტომ რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი ლოგიკა. ეს არის რაღაც მაფიის ლოგიკა. ამერიკელებს ეს უკეთესად ესმოდათ ყოველთვის ცივი ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აი ევროკავშირში ყოველთვის იყო სერიოზული პრობლემა და ისინი მუდმივად მიყვებოდნენ იმ ლიბერალურ თეორიებს, რომ მეტი მეგობრობა ნიშნავს მეტ მშვიდობას, მე რაღაცა ვაჭრობა, მეტი ვაჭრობა ნიშნავს მეტ მშვიდობას და რაღაც რაც საერთოდ არ აღმოჩნდა რელევანტური რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ახლა ბოლო მოხსენება რაღაცა ძალიან დრამატული, ასე ვთქვათ, დოკუმენტი, რომელიც მიიღეს, მაგრამ ეს არ არის ისეთი სამოქმედო ერთგვარი გეგმა, რომელიც შეიძლება მერე გახდეს რეალობა. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, კანდიდატის სტატუსიც არ ვიცი შეიძლება დავკარგოთ. და DCFTA, ანუ ღრმა და ყოვლისმომცემელი ვაჭრობის სივრცე, ეს რო ავუხსნათ, მაყურებლებს არის ნულოვანი საბაჟო ტარიფით ევროკავშირის სივრცეში პროდუქციის შეტანა, რაღაც პროდუქტები, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიყენებდით ძალიან ინტენსიურად. ვიყენებთ, მაგრამ მაინც ხო. ნიშნავენ. და ეხლა საერთოდ შეიძლება აღარ გქონდეს. და ეხლა საერთოდ აღარ გქონდეს. ეხლა აი ეს პერსპექტივა და კიდევ SWIFT-დან ჩახსნა სერიოზული ჩანაწერი იყო, ეს იყო კატასტროფა. ეს მართლა უკვე რაღაცა ორუელ სამყარომდე მივდივართ. კატასტროფა. აი შენი პროგნოზით ეს დამოკლეს מחული რომელიც დაგვეკიდა. რამდენად რეალურია რომ შესრულდეს და პირობითად ანალიტიკურად რო ჩავშალოთ, დაუშვათ ეს დამოკლეს מחული დაგვეცა. რეალობაში აღმოჩნდებით. ვიზა ლიბერალიზაცია კიდევ ერთ-ერთი ის თემაა, რასაც ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ რუსეთში სხვათა შორის. მათ შორის ეს ქუთაისის აეროპორტი და იაფი ფრენები, რაც პირდაპირ მასში ამ ვიზა ლიბერალიზაციასთან არავის არ ეგონოს ახლა, რომ ვიზას ისევ ქუთაისით იფრენს და ისევ იაფი ბილეთით იფრენს და ვიზას სადმე იქვე წინა დღეს აიღებს, ეს ასე არ ხდება. და ჩვენ თავობას მე მგონი გვახსოვს, რას ნიშნავდა საქართველოდან გაღწევა. რას ნიშნავდა? თუნდაც ოფიციალური რაღაცა მიზეზით რომ მიდიოდი, რას ნიშნავდა ეს გაღწევა, ჩვენ ამას გვახსოვს. ეს ახლა არ ვიცი რამდენი გეოპოლიტიკური მიზანი იყო, მაგრამ ადამიანურ დონეზე ხშირად გამოხატავდნენ მედიებში, რუსულ მედიებში, რომ აი რაღაც სიბრაზის ბუღმას ამ მიმართულებით, რომ ესე ქართველები ნახე ახლა როგორ მიდიან, მოდიან, დადიან. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა კი არის რისკი აქ, რომ ეს მოხდეს. ახლა SWIFT-ზე იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე არ მევა, იმიტომ რომ ეგ იყო ერთ-ერთი თავარი, მაგით დაიწყო თავარი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ხო ასე იყო, რომელსაც რის გამოც რუსეთს დაჭირდა უამრავი ახალი გზის გაჭრა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიზამთ უბრალოდ, ხო? ეს იმედი მაქვს, რომ აი ამ საოცრებამდე არ მივა. მაგრამ ვშიშობ, რომ ძალიან არ მესიამოვნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე და შენ პირადად რაღაც ვიზის აღების პრობლემა არ გქონდეს, მაგრამ ძალიან ტრაგიკული იქნება ვიზა ლიბერალიზაცია, თუ შეჩერდება თითოეული ჩვენგანისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფაქტობრივად ჩვენ მეკითხები სადამდე შეიძლება მივიდეს ეს, ხო? სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი მოქცევა, ჩვენ მიმდინარე ომში ჩავებით რუსეთის მხარეს. ეს არის შეფასება, ხო, ესე არის. შესაბამისად, შეიძლება ძირითადი აქცენტი სასჯელის ჩვენზე არ არის, მაგრამ ჩვენც ვიღებთ რაღაც გარკვეულ სასჯელებს, რაც მიემართება რუსეთის მხარეს, ხო? და ის რაღაც გარკვეული და აი პატარა ტალღაც კი ჩვენთვის ძალიან დამღუპველი იქნება. აქ არის ორი სამწუხარო რეალობა, ან რაღაც შიდა ლეგიტიმაციის პრობლემა უნდა შეექმნას ელიტებს,
და პლუს ხალხმა რაღაცნაირად უნდა დაინახოს ეს რეალობა, ანუ როდესმე გამოვიდეს იმ წარმოსახული სამყაროდან, შეთქმულების თეორიები და აი რაღაცა რეალურმა კრიზისმა უნდა მიიყვანოს, არავითარ შეწინააღმდეგებას ახსნას აზრი არ აქვს. შეიძლება გამოდგეს ეს ვიზა ლიბერალიზაცია. იქნება თუ არა მუხტი, მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული, ისეთი მასშტაბის არის ეხა ჰიპნოზი. ჰიპნოზი. ისეთი მასშტაბის ჰიპნოზთან გვაქვს საქმე, მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული. ეს შენ რომ მახსენე რომ აშკარა ფაქტს ვერ ხედავს. აშკარა ფაქტს ვერ ხედავს. ამ ჰიბრიდული ომიდან გამომდინარე რეალურად როგორ ოკუპირებული ვართ, ხრმად ოკუპირებული ვართ და ამ აშკარა ფაქტს ვერ ხედავს და აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვით ეს ხო უკვე ფიზიკური ფაქტია, ეს ხო ის ფაქტია, რომელთაც მისი მიზანი ამოცანა თუ შესაძლებლობა და თან ჩვენ ის ტრაგიკული ბედის ერი ვართ, რომლის ნახევარი საშოვარზია წასული. ქართული პროტესტების ლოგიკას თუ გავიხსენებთ, ძალიან სპეციფიკური ლოგიკა გვაქვს პროტესტების მაგალითად. სხვათაშორის არასოდეს ჩვენთან ეკონომიკური ფაქტორით არ იწყება პროტესტები, არადა მთელ მსოფლიოში ყველაზე მიღებული სქემაა ნებისმიერ პოლიტიკურ კულტურაში, რომ ეკონომიკური ფაქტორით იწყება, ხო? რაღაც ყველაზე თითქოს მწვავე პერიოდებშიც არ იწყება ხშირად და მე რაღაცა ისეთი ხდება ტრიგერი, რომ შეიძლება აღარც გახსოვდეს ახლა თავარი პროტესტების ასე ვთქვათ განმაპირობებელი და რაღაც მომენტში ეს იფეთქებს ხოლმე. როდის იქნება რასთან დაკავშირებით ამისი პროგნოზირება სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ანუ ფაქტობრივად ჩვენ ველოდებით, როდის დაგვემხობა სახელმწიფო ყველას თავზე, როდის გადაბრუნდება ურემი, რომ მე ბოლო-ბოლო დავინახოთ, რომ ურემი გადაბრუნდა. და სახელმწიფო ისეთი ორგანიზმია, აი ოჯახსაც კი შეიძლება მოწყდე, ხო? შეიძლება ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ოჯახთან ყველანაირი კავშირი, ხო? შეიძლება ოჯახის წევრებთან და რაღაცა თავის ცხოვრების გზას დაადგეს. სახელმწიფო ისეთი ორგანიზმია, როგორც ორგანიზმში უჯრედები. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიღუპებით, ხო ასე არის? შეიძლება რიგითმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება წავიდეს სხვა ქვეყანაში, იცხოვროს, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოს ვერ დავიღობთ სფეროებად და ჩვენ სხვა ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ და შეთქმულების თეორიების ვისაც სჭირა, ის სხვა ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. ანუ ჩვენ გადაჯაჭვული ვართ ერთმანეთს, გადაბმული ვართ და ერთად ველოდებით ფაქტიურად, როდის დაგვემხობა ეს სახელმწიფო თავზე და ადამიანურად ძალიან უსამართლოა, კი, რომ შეხედავ ამ ყველაფერს და ელოდები, რომ ეხა ვიღაცა როდის დაინახავს და მე რაღაცის გამოსწორება, ხელახლა აშენება რო იქნება საჭირო, ისევ იმ რაღაცა კონკრეტულ ჯგუფებზე უნდა გადაიაროს, რომელიც არის აი მუშა ჭიანჭველა ამ ქვეყანაში, ისევ იმან უნდა აშენოს, ხო ასე არის? ისე რომ რაღაცა სხვა ჯგუფები ვერც კი მიხვდნენ საბოლოო ჯამში მათ. ჩვენ ვართ აი პომპეის მდგომარეობაში. ვეზუვი რაღაცას გრუხუნებს და არ ვიცით ახლა ეს გრუხუნი რას მოასწავებს. ზოგმ აი ვერ ხვდებით იმას, რომ შეიძლება დიდი კატასტროფა მოხდეს. ძალიან დიდი კატასტროფა მოხდეს და ამ კატასტროფას აი ამ კატასტროფის მიზანი არის თუ არა ევროპულ საზოგადოებაში კონსოლიდირებული აზრი, რომ ქართულ საზოგადოება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ მას პროტესტის გარდა სხვა გამოსავალი არ ქონდეს. ანუ მათი მხრიდანაც all-in-ის შესვლა. მათი მხრიდანაც, იმიტომ რომ ეს მაინც ჩვენი გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ აი ხედავ ახლა მე ამას და ეს ვერ ხვდება ეს ხალხი ამას, რომ ესეთ მდგომარეობაში all-in-ის შესვლა. მეგობარი აქტი, რომელიც იქნება თუ მიიღეს გამანადგურებელი. ხო, მაგრამ ამ ყველა სანქციებზე ვლაპარაკობთ ფაქტიურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა, ვისი დაწესებული და რა მიმართულებით. სანქციების შედეგები მოყვება გვიან. ამ წუთში რამდენიც გინდა უხსენი, ეს პირიქით ტრის ხატად აღიქვამს და შეწინააღმდეგება იქეთ უმძაფრდება. სანამ მის შედეგებს დაინახავს საკუთარი შვილის ცხოვრებაზე, ამას სჭირდება დრო. და აი ეს დრო ტრაგიკულად მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ. და თავში ჩვენი საუბრის თავში ნახსენე ოპოზიციის ნაკლოვარება და აი აქ მინდა მე ვთქვა, ეხა ვინც პირდაპირ რაღაცა მიტმასნების პოლიტიკას გადავიდა, იმას რა უნდა მურჩიოთ, ხო? ოპოზიციის მიმართულებით მინდა ვთქვა, ინტელექტუალური წრეების მიმართულებით მინდა ვთქვა. შეიძლება რაღაც სნობიზმის პრობლემა შეგვექმნა ჩვენ. ანუ სახალხოობა, აი ეს nation building-ი თუ გვინდა ვაწარმოოთ, რაღაცა ეს სახალხო ჩართულობა უნდა გავაფართოოთ, იმიტომ რომ საქმეზე რომ იდგება ერთად ვართ.
გესმით? აი შეიძლება ჩვენ რაღაცა ჩავიკეტეთ, ჩვენ გვესმის ეხა ეს ტერმინები, ეს რაღაც დესუვერენიზაცია რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს, როგორ მიდის ვეჭურავებით ერთმანეთს. ჩვენი სამყარო, ჩვენი ბაბლი შევქმნით, ესე გამოვიდა ბოლო წლებში, ხო? ჩვენი ფილმები გვაქვს, ჩვენი ბლოგები გვაქვს, ჩვენ და თითქოს დავკარგეთ პულსი და აი მოწყვლადი ფენა რომ გახდა ოკუპაციის სამიზნე ჰიბრიდულის, მათ ვერ დავეხმარეთ. და ყოველთვის თავს ვარიდებ რელიგიას საუბარს, იმიტომ რომ ხა ბევრი არაფერი მისმის, მაგრამ რელიგიას ამ შემთხვევაში არ გულისხმობ როგორ თეოლოგიურ ხედვებს. მე მინდა ერთი წინადადება ვთქვა, მხოლოდ ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა რელიგიური სეგმენტი. ეს ტრაგედიაა ჩვენთვის. ნათქო. ეს ტრაგედიაა ჩვენთვის, ანუ ჩვენ უნდა დაგვეცვა ის რელიგიური სეგმენტიც, ხო? იმისგან რომ ფაქტობრივად შიშველი დარჩა, ეხა ეს ერთმორწმუნე მტერი ცოტა ყოველთვის პრობლემატური იყო ბიზანტიის დროსაც. ფაქტობრივად შიშველი უამრავი პატიოსანი რიგითი სასულიერო პირია, რომელმაც უბრალოდ ინსტიტუციურად ვეღარ გაიგო რა უნდა ქნას. ანუ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ფაქტობრივად შერჩნენ პირისპირ აი ამ რაღაც ძიმე დიდ ტალღას და ამას ვერ უშველის ბაბლებში ჭორაობა. აი ეს არის რაღაცა გამოსავალი მე აქედან არ ვიცი. ხო, აი ილიას დროინდელი ხალხოსნობა და რაღაცა ეს ხალხოსნობა რთული წარმოსადგენია ხო? ეს ხალხოსნობაც ხომ გარკვეულწილად ჩვენი განათლების სისტემის ნარატივია, რომ შეიქმნას ესეთი ეს და რუსული კალკა იყო, ის რუსული პროცესი იყო, რომელმაც რაღაც ფორმა მიიღო აქ. ხო, ანუ ჩვენ გვინდა რომ ეს წარმოვიდგინოთ რომ ის ძალიან მასობრივი იყო, მაგრამ აბსოლუტურ მოლოსობა მუშნიზარანდია იყო მაშინაც. ხო და ეს ხალხოსნობა რამდენად ეფექტური გამოგოა, რომელიც მომიდომოდ ეგ არ ვიცი. აი ოპოზიციაზე რო ვისაუბროთ ახლა მის ადეკვატურობაზე. მე მაინც მგონია რომ ქართულმა ოპოზიციამ η პროგრამა მინიმუმი თუ პროგრამა მაქსიმუმი შეიძლება შუაშია სიმართლე, მაინც გააკეთა იმ მიმართულებით, რომ ქართულ საზოგადოებას ეგრძნო, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართ. აი რას გულისხმობ ახლა აქ? გულისხმობ თავისთავად ცხადია იმას, რომ ძალიან ბევრმა წავიდა იმ რეალობის შესახვედრად, რომ ჩაჯდებოდა ციხეში. ეს იდეალიზმი, რომელიც უკვე გარეთ დარჩენილმა, ასე თქვათ, ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხა ჩემი აზრით, რომ აი ეს იდეალიზმი შეეგებებინა პოლიტიკურ არგუმენტად პროსახელისუფლებო, ასე თქვათ, საზოგადოებას, რომ კი, მაგრამ ვის აბრალებთ თქვენ, ანუ სიმხდალეს, ანუ მეცრებას, ან არაქართველობას, როცა ადამიანები წავიდნენ ციხეში. აი ეს ვერ შეიფუთა. ეს რაღაცნაირად ისე არის მაინც გაკეთებული, თითქოს პარტიების კერძო პრობლემებია და ასე თქვათ, ხელისუფლების არგუმენტი, რომ ესენი კი არ დავაპატივნეთ ჩვენ, აი თავი დააჭერინეს საკუთარ თავს. ჩვენ დავაპატიჟეთ აქ და არ თუმე ტექნიკური პრობლემა, ანუ ტექნიკური ჯამის შედეგია რაღაცა, მეტი არაფერი არ არის, მათემატიკური ჯამია. აი, მაგრამ ეს ხომ გააკეთეს. ანუ ეს რომ გააკეთეს, აი მე პრობლემა მარტო იმაში მაქვს, რომ თუ ქართული ოპოზიცია და ეს ადამიანები ამ იდეალიზმზე წამსვლელები იყვნენ და არიან, აღმოჩნდნენ რომ არიან. ამ იდეალიზმის და დაჭერის მიზეზის ბევრად უფრო შინაარსიანი ფორმა შეიძლება მოსეულიყო. მაგალითად არგუმენტი რომ ქართულ სახელმწიფოს ღალატობთ. სიტყვა ღალატი დისკურსში არ არის საერთოდ. და ამაზე რეაგირება რომ და არის რაღაც დოზით ზოგიერთ პარტია იყენებს, მაგრამ პარტიას ხალხი არ არის. ესე სუსტია. მოდი დავიწყებ იმით, რომ ქართული ოპოზიცია უკვე ბევრი წელია ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ხო, ნუ ეს ამას აკრებებს რა. კი, რა თქმა უნდა, ხო, ავტოკრატია ჭამს ოპოზიციურ სივრცეს და ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ ჩნდება ახალი რეკრუტირება არ ხდება, ანუ ისევ რაღაცა ძველი.
პლუს რაღაცა ძველი მეთოდები, მაგალითად ახალგაზრდობა შეიძლება აქტიურია რაღაც გაგებით და მათ შორის საპროტესტო მოძრაობებში, მაგრამ პოლიტიკურად პასიური არის წლების მანძილზე და ეს კარგად გამოიყენა სხვათა შორის ისევ რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა მან გააქტიურა ის ჯგუფები, რომლებმაც მიიზიდა ახალგაზრდობა, ხო? ასე რომ ძალიან მძიმე სიტუაციაშია რეალურად და ეს რაც გააკეთეს არის მართლა პირადი თავგანწირვა, უბრალოდ ქვეყნის მასშტაბით საკმარისი არ არის, ესე გამოდის. მიზეზი იდეოლოგიური სიმწირეც არის ჩვენს ოპოზიციაში. მე მიფიქრია ამაზე. ცენტრისტული, ლიბერალური სახელმწიფო ნაციონალიზმზე მიმართული რაღაცა პარტიებია ძირითადად ხო ოპოზიციური სპექტრი, ეს არ არის გასაგები ხალხისთვის. ეს არის რაღაც დასავლურ ცოდნაზე და კულტურას დაფუძნებული იდეოლოგიები, რომელიც იმასისთვის არ არის გასაგები სრულიად, მას აქვს სხვა დაკვეთა. და მე აკადემიური პერსონალი ვარ და მაქვს სრული უფლება, რომ ჩემ ბაბლში ვიჯდე, მაგრამ პოლიტიკოს არ აქვს უფლება, ხო? ეს არის მთავარი. რა დაკვეთა ეხა? არ შეიქმნა ნამდვილი კონსერვატიული პარტია ჩვენთან. არ შექმნა საერთოდ არ არის. იმიტომ რომ ყველაზე რთულია კონსერვატიული პარტიის შექმნა, იმიტომ რომ კონსერვატიულ პარტიას ვერ გადმოიღებს სადღაცი და შენი კონსერვატიზმი შენვე უნდა შექმნა. ეს ყველაზე სპეციფიკური იდეოლოგია, რას ნიშნავს იყო კონსერვატორი, ხო? ანუ შენი წარსულიდან მოდის, ამას პირდაპირ ვერ გადმოიტან. ახლა ეკონომიკურ ლიბერალიზმივით ვერ აიღებ რაღაც წინს და ვერ გადმოიტან, რას ნიშნავს, ხო ასე? ეს ვერ შევქმენით ჩვენ. ამიტომ სადაც ეს სივრცე დაგვრჩა, იქ ჩაანაცვლა პოლიტიკა არ არსებობს, როგორც თავსხმაწვენაში არ არსებობს ცარიელად დარჩენილი ღრმული, აუცილებლად წყლით ამოივსება, პოლიტიკურ სივრცეში სიცარიელი არ არსებობს. ეს ჩაანაცვლა პირდაპირ რაღაცა რუსეთიდან შემოტანილმა პოპულიზმმა, ხო? აი, სრულიად არალოგიკურმა პოპულისტურმა ნაციონალიზმმა. არ შეიქმნა მემარცხენე ჯგუფები. ნამდვილი მემარცხენეობა თუნდაც პირველი რესპუბლიკის რაღაც მემკვიდრეობაზე რომ ვისაუბროთ, რაღაც რამდენიმე ინტელექტუალის დონეზეა, ძირითადად აქ რაც მემარცხენე ჯგუფები იქნება, ან ოლიგარქები ქმნიან მემარცხენე იდეოლოგიას, რაც ნონსენსია უკვე, შევარდნაძის დროინდელ პერიოდსაც გულისხმობ, ან ეს არის რაღაც საბჭოთა ტიპის გაგების მემარცხენეობა და არაევროპული სოციალ-დემოკრატია, რომელიც ასევე მარქსიზმს ეფუძნება, ოღონდ სხვანაირად ეფუძნება, სხვა მიმართულებით ეფუძნება, ხო? აი ისეც არ შეიქმნა და ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემაა და ამით კარგად სარგებლობენ ხშირად მმართველი ელიტები, ისინი მოვიდნენ მემარცხენე იდეოლოგიით, ხო ასე იყო, რომ აი რაღაც ხო. ასე რომ პოლიტიკური სპექტრიც ცოტა მწირია და მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რაც იმ ხალხს ყველაზე მეტად ჭირდება, ვინც ყველაზე მოწყვლადია ჰიბრიდულ ომში. აი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ცოტა გრძელვადიანი ამბავია და აი ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ამ წუთში, როდესაც ადამიანები შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლისთვის იბრძვიან საკნებში, ხო? ამაზე გვაქვს უკვე ლაპარაკი. აი აქ რა გამოსავალი არის? მე ნამდვილად ვერ გეტყვი ამას და გამიხარდება ვინმე თუ ამას იტყვის, რა შეიძლება იყოს დღეს გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გარემ საზღვრელებმა შეიძლება მოახდინონ რაღაცზე გავლენა. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კონკრეტულ იდეალიზმს, კონკრეტულ თავგანწირვას არ დაერქვა ძალიან ბევრისთვის ის სახელი, რა სახელიც ქვია. ანუ სხვა სახელი ამას არ ქვია რა. იმიტომ რომ შეხო გაქვს ელემენტარული ცვლადი თანხმობა მისვლაზე და უარი, ხო? რო აირჩია ადამიანმა უარი, მან აირჩია თავგანწირვა. ეხლა ეს რომ ესე მოხდა და ამას არ ვიცი მე რა კონსპირაციული რაღაცა ვითომ სცენარი მოაბარო, აიძულეს თუ რაღაც საკნა თუ არა ამას იმიტომ აკეთებს რომ მე არჩევნები მოიგოს თუ რა. ეს აბსურდული კოგნიტური დისონანსიდან წარმოშობილი რაღაცა მარაზმები, ეს არის ძალიან დიდი ისე მედია უწუგდურობის შედეგი და არა კრიტიკული აზროვნების, რომელიც მაგალითად ვიღაცას ჰგონია, რომ ვითომ ჭრეთს პოლიტიკურ პროცესებს და ესე მარტივად ვერ ტყუდება. სინამდვილეში სწორედ რომ ტყუდება. მაგრამ აბადი ძალიან კარგი რაღაცა თქვი ეს კონსერვატიული პარტიების შესახებ. და მარქსიზმზე. ჩემი დაკვირვებით ქართველი მარქსისტი არის ყოველთვის კონსერვატორი. აი ეს ხო პარადოქსი აბსოლუტურად რა შუაშია მარქსიზმი და კონსერვატორი. არა მარქსიზმი იყო
სწორედ რომ კონსერვატიული რეალობის დეკონსტრუქციის პროგრამა, ბრძოლის პროგრამა იყო. მოდი უკლასო საზოგადოება და მთელი რაღაცა. ქართველი მარქსისტი არის კონსერვატორი. იმიტომ რომ რუსული კონსერვატიზმი უკავშირდება საბჭოთა კავშირს. ეს არის ლოგიკური. ანუ რაც რუსეთში ხდება არის ლოგიკური. კონსერვატიზმი ნიშნავს რომ რაღაც ძველს უბრუნდები. რუსეთისთვის ეს კონსერვატიზმი არის საბჭოთა კავშირი. აქ უბრალოდ ირევა ლოგიკა. ხო, აი ეს რაღაცების ლოგიკა. აი აბსოლუტურად. რუსეთისთვის მტერი არის ამერიკა, ამერიკული ორგანიზაცია არის აგენტურა, ხო, აგენტურის ორგანიზაცია. ლოგიკურია ეს. უბრალოდ აქ გამოდის არალოგიკური. ხო. აქ თავისი ლოგიკა. აი ეს არის ძალიან უცნაური და მეორე კონსერვატიული პარტია აბსოლუტურად ზუსტია შენი დიაგნოზი რომ რაღაცა არ ვიცი რუსულმა პოპულისტებმა შეავსეს. ქართულ საზოგადოებას არ აღმოაჩნდა საკმარისი კრიტიკული აზროვნება მაშინ როცა გქონია რომ რაღაცებს ჭვრეთს რომ კი მაგრამ ეს ადამიანი კონსერვატიზმს რომ თავაზობს იმ გაგებით რომ ყველაფერს იწუნებს ანუ არ მოწევს არც ან მხოლოდ სოციალურ საზღვრელებზე აქ აქცენტი ხა ვის რა აცვლია და ქუდი თუ გახურავს ორნამენტები რას მთავაზობს იდეოლოგიურ დონეს რას აშენებს რას მთავაზობს რა არის მისი პროგრამა ანუ ამ კონსერვატიზმში სადაც მოთავსებული ან ევროპული ცივილიზაცია, სადაც მოთავსებული ტექნოლოგიები, სადაც მოთავსებული გლობალიზაცია, სადაც მოთავსებული ჩვენი როლი საერთაშორისო ან ეკონომიკური ხედვა. ან ეკონომიკური ხედვა. ყოველთვის როცა მე მისაუბრია აი ასეთ სულიერ მარქსისტებთან, რომელსაც ძალიან დიდი, ვიცი მე, აუდიტორია წავთ. საუბრობენ ძალიან ცნობილ, ძალიან ჩვეულებრივ, გასვეთილ, გეგმიურ ეკონომიკას. ხო, ანუ ესა პოპულიზმი, იქ სადაც არ შედგა ნამდვილი იდეოლოგიები, შეავსო პოპულიზმი. აი აბსოლუტური მარაზმები რომ აი ეს რაღაცა უნდა ვაწარმოოთ. აი ლოკომოტივის ეკონომიკა რო ხო იცით და რაღაცა ვითომ რაღაცა პროფილი უნდა განვავითაროთ და ამას მიეებას უნდა ეკონომიკა. ავამუშაოთ ქარხნები. ჩაის ფაბრიკები გახსნა ღვინა რუსთავი ავამუშაო და ჭიათურის მანგანუმს ჩვენი თელს რუსეთს 90-იანი წლების ცნობილი რიტორიკა ბურჯომი გვარჩენს და სულ ყველგან ესეთი ეს არის ამათი მერე ხედვა მაგრამ სინამდვილეში ხო ვიცით არა ეს ხედვა ეს არის მოუსავლეთში წასვლა ამ დროს ამერიკელი კონსერვატორები ის მაგალითს თუ შევხედავთ აქ ხშირად მოყავთ ახლა მაგალითები ხო მათი თქვა რელიგიური ხედვებისას არიან ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები უმეტესად ანუ მათი კონსერვატიზმი ძალიან სპეციფიკურია ანუ რესპუბლიკელებს გულისხმობ ბრიტანელ კონსერვატორებს შევხედოთ საერთოდ რაღაც ამირებმა შექმნეს თავისი სპეციფიკური კონსერვატიული მიმარჯვენე ხედვები და აი აქ ჩვენთან ეს მიმართულება არადა ქართველს აქვს რაღაც ინსტინქტური მოთხოვნილება ამ მიმარჯვენე იდეოლოგიის ხო საბოლოო ჯამში ესე გამოდის. ანუ ძალიან უცნაური და რთული გამოდგა ჩვენთვის ეს ევროპული მემარცხენეობა და მემარჯვენეობა, იმიტომ რომ ჩვენი პოზიციიდან ოქსიმორონის მდგომარეობაშია ის მემარცხენეობა და მემარჯვენეობა, იმიტომ რომ იქ მემარჯვენეობა და მემარცხენეობა თუ კი ესეთი ორი ცვლადია, რომ ერთი არის ტრადიციული ღირებულებები და მეორე არის, რა ვიცი, პროგრესიზმი, ხო, რაღაც პროგრესისტი თუ რა ვიცი, სწორად ვამბობ თუ არა. ხო? აქ გავიგეთ თურმე ესე მარტივი ყოფილა ამერიკული დემოკრატები რა არის და რესპუბლიკები რა არის, მაგრამ იქ მე აღმოაჩენთ რომ რესპუბლიკელებს იმ მემარჯვენე იდეოლოგიაში ლიბერალური ასე თქვათ ეკონომიკის კონცეფცია აქვს, სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა და რაღაც ესეთი რაღაცა ეს როგორ გამოდის კაცო ეს აქეთ არ უნდა იყოს წესით აქეთკენ მე რაღაცა სხვა გამოვა ანუ ამ ცვლადებში რო ვერ ყვევით ესე მარტივი არ არის ეს x და y არ არის x და b x და კიდე 1000 რაღაცა განტოლება და რთული გამოსახულებაა სინამდვილეში ჩვენ რო ვერ ყვევით ჩვენ გამოგვდის აი ესეთი მარტივი რაღაცა აბსურდები თუ მარჯვნივ და მარცხნივ მარჯვნივ არის ჩვენ ქართველები ვართ რაღაცა ეს დავით აღმაშენებლის საქართველოს და არ ვიცი ეს დავით აღმაშენებლის დროს რო იყვნენ ეს ადამიანები იქნებოდნენ ყველაზე მეტად ამ დროს მარტივი ფაქტები არიციან იგივე იმ ეპოქებთან დაკავშირებით იმდენი მითებზე არის ესეც რაღაცა დაფუძნებული აი ამ რეალობაში ცდილობს ხელისუფლება რაღაცნაირად გადარჩეს ეხლა ის იმაზე რო არის საუბარი SWIFT-ზე ესეთი ცნობა წავიკითხე რომ არის ეროვნულ ბანკში მოლაპარაკება ჩინურ საბანკო სისტემასთან რომ პირობითად SWIFT-ის ჩახსნის შემთხვევაში ჩვენ გქონდეს უკვე ცდომა ჩინურ ვალუტაზე იუანზე და ეს გახდეს რაღაცა ალტერნატივა
აი ჩვენ რეალობა ვართ, აი არის შესაძლებლობა, საერთაშორისო სისტემა იძლევა შესაძლებლობას წვეთოვანი სხვა მხრიდან შევიერთოთ? ჩინეთი ალბათ სხვა ცალკე შეხვედრა უნდა მიეძღვნას ჩინეთს, ხო? ჩინეთი არის ძალიან საინტერესო და საშიში მოთამაშე, ბევრი წელია საერთაშორისო პოლიტიკაში და ამიტომაც არის რომ ამერიკა ძირითადად სერიოზულად უყურებს ჩინეთის თემას და არა რუსეთის თემას, ხო, საბოლოო ჯამში. ჩინეთი ფაქტიურად თავისი ეკონომიკური ხრიკებით ის პოზიციონირებს როგორც უბრალოდ ეკონომიკური მეგობარი, კავშირები, ყველასთვის სასარგებლო და მე ამით იღებს პოლიტიკურ ზეგავლენებს. ეს დადასტურდა მრავალი წლის მანძილზე და რაც უფრო სუსტია სახელმწიფო, რაც უფრო სუსტია მისი ეკონომიკა, პირდაპირ ყლაპავს მათ და უკვე პოლიტიკურ ამბიციებზე გადადის. რუსეთ-ჩინეთის მეგობრობა ცოტა ბრჭყალებში, იმიტომ რომ ბევრი წელია რუსეთს ურჩევენ ექსპერტები მათ შორის, რომ თქვენი მთავარი მტერი ამერიკა არ არის. არც ევროკავშირი მით უმეტეს საიდანაც ფულს შეუძლებს, შენი მთავარი მტერი ჩინეთია, რომელიც მეგობარი გონია. ძალიან ბევრი кейსი გვაქვს ისეთი, რომ აი ერთად მოქმედებენ რუსეთი და ჩინეთი, მათ შორის შუა აზიაში. რუსეთი რაღაცნაირად თითქოს ჩინეთს ეუბნება, რომ აი ეკონომიკურად შენ შედი და აი პოლიტიკურად მე ვარ, მე სადღაც თითქოს ინაწილებენ, ანუ პოლიტიკურად მე შევდივარ, ეკონომიკურად შენ შედიხარ, ამას მოყვება ლოგიკური შედეგი, რუსეთი კარგავს ამ პოლიტიკურ ზეგავლენას რაღაც მომენტში სუსტება და ჩინეთი ანაცვლებს, ასე ვთქვათ, და თანამედროვე სამყაროში, სადაც ფულით შეხვალ, იქ შედიხარ პოლიტიკურადაც, საბოლოო ჯამში, ხო? აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ მაგ მიმართულებით მე საერთოდ მგონია, რომ ჩინეთის მიმართულებით, აი ცნობადობა ჩვენთან რუსეთის 200 წელია ერთი და იგივე ლოგიკას რომ მიყვება, იქ ვერაფერი გავიგეთ, ჩინეთს ხო საერთოდ არ ვიცნობთ. საერთოდ. აბსოლუტურად არ ვიცნობთ. სოციალურ ქსელებს უყურებ ალბათ შენც და ხალხი აღფრთოვანებულია ჩინეთთან დაახლოებით, ჩინური კაპიტალის შემოსვლით, ჩინეთის როგორც სუვერენიტეტის გარანტორი. შიშები დაკავშირებულია ძალიან ირაციონალურ რაღაცებს, როგორც რასიზმი. მეტი არაფერი. ხო, არა და იგივე 5-10 წლის წინ ორი ცალი ჩინელი რომ მაღაზიას ხსნიდა, აქ ისე რაღაც ნაციონალისტური ისინი იმართებოდა. ხო, რასიზმი იყო ეს, მეტი არაფერი. და ეხა აღმოჩნდა რომ ძალიან მაგრები ყოფილან და ასე შემდეგ. ასე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მე მგონია რომ ჩინეთის შემოსვლა შეიძლება მეტი პრობლემა გახდეს ვიდრე რუსეთის შემოსვლა თუნდაც ჯერა რომ დროებითია ოკუპაცია და ანექსია იმიტომ რომ ჩინეთი შემოდის ხელშეკრულებებით კაპიტალით ფულით რომელსაც უბრალოდ გზასაც ვერ გადაუკეტავ შემდგომში და ამის უკან წაღების მექანიზმები დიდმა სახელმწიფოებმაც ვერ გამოძებნეს ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრ სკანდალში გაეხმნენ, ხო? ასე რომ აი ამ რუსული შემოსვლის ყველაზე მძიმე ასპექტი შეიძლება ეგ აღმოჩნდეს ჩინეთის შემოსვლა ამ რეგიონში და აქვე ვიტყვი რომ ამერიკის და განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის ასე ვთქვათ ფოკუსში ძალიან იშვიათად ხვდებით როგორც ხედავ ასე ვთქვათ ბოლო თვეებში იმიტომ რომ რუსეთთან მიმართულებით უფრო პრაგმატული ხედვა აქვს და რაღაც მართლა უნდათ ამერიკაში რომ ეს ომი გაჩერდეს ნებისმიერი პირობით, იმიტომ რომ მათთვის მთავარი თემა ჩინეთია, მაგრამ აი ჩინეთის შემოსვლას შავ ზღვაში მე არ ამგონია რომ ამას მარტივად უყურებდეს ამერიკული ელიტა და ზოგადად აი დასკვნის სახითაც შეგვიძლია ფაქტიურად ვთქვათ რომ ის რაც ჩვენ დაგვემართა ეხლა საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება ნიშნავს რომ რაღაც ირანთან დაახლოებას, ჩინეთთან დაახლოებას, რუსეთთან, აი ჩრდილოეთ კორეა რო არ არსებობდა საერთოდ საბჭოთა კავშირის დროსაც არ არსებობდა ჩვენს რეალობაში, ხო ახლა ჩვენ რეალობაში ჩრდილოეთ კორეაც რომ შემოვიდა. ამ ყველაფერს აი ამ რაც რეგიონში ხდება ეს ვთქვათ გეოპოლიტიკური შეჯახებები სხვადასხვა სუპერსახელმწიფოების მხრიდან მათ შორის ავტომატურად მოყვება შავი ზღვის აუზის საკითხის გააქტიურების თემა, რომელიც ყოველთვის აქტიური იყო ნატოში, ყოველთვის მრავალი წელია უკვე და ევროკავშირმაც უკვე დაიწყო და რაც ძალიან აქტუალურია, ასე ვთქვათ, ამერიკისთვის, ხო? ასე რომ აი ეს ტრიგერი გარე თუ შიდა სოციოლოგი არ ვიცი ახლა მაინც ისე ვიყენებ სოციოლოგიურ მონაცემებს, როგორც ახსენე სოციოლოგი ხარ და აი ეს ტრიგერი სად შეიძლება გახდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში, რა შეიძლება გახდეს ძალიან რთული გამოსაცნობია საბოლოო ჯამში. უბრალოდ
ტრაგედია ისა რომ ვზივართ და ველოდებით ესე გამოდის. და ჩვენი დისკუსია შევაჯეროთ ბოლო საჭიროებო თემით. ეს არის მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი. როგორც მოგეხსენება ორ პარტიას აქვს პოზიცია რომ მიიღებს მონაწილეობას მიუხედავად იმისა რომ დანარჩენი მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერები აღმოჩნდნენ საპატიმროში და აქვს თუ არის თუ არა აქ რაიმე ლოგიკა. მე მინდა ჯერ შენი აზრი მოვისმინო, შემდეგ კი ჩემი აზრი გამოვთქვა. მე ვერ ვხედავ აქ მონაწილეობის რაციონალიზმს, პირადად მე. და ევროკავშირმაც გააშხირა ამის შესახებ. ამიტომ მე დავიწყე ფიქრი ასე, რომ აი რა არის მათი ლოგიკა, რა ეხა ეს შეთქმულების თეორიები, რომ ვიღაცები კიდე მოსყიდულები არიან, არასოდეს არ მიუყვები ამ მიმართულებით. რაღაცა ლოგიკა აქვს ალბათ იმ ხალხს, რაღაცა გათვლები აქვს. რაზეც არიან მათ შორის ეხა იქ ზოგიერთი ლიდერი საკმაოდ ეწინააღმდეგება წლებია მათ შორის ჩინურ გავლენებს, ხო? ანაკლიის მიმართული. ანუ მათ ესმით, ვერ იტყვი რომ რაღაც არ ესმით. რა არის მათი ლოგიკა და რაღაცა ებღაუჭებიან რომ მაინც წადოთ ეს მიმართულება. ეხა მე როგორც მოვისმინე, გახარიას მომხრეები ამბობენ რომ ჩვენი ლოგიკა ის არის რომ ეს ხალხი მაინც მივა არჩევნებზე, იმიტომ რომ უბრალოდ აიძულებენ საჯარო სამსახურებიდან და იქ ჯობია რომ ვიღაც დახვდეს, ვისაც შემოხაზავს, იმიტომ რომ მაგრამ მან და არის გამოსავალი, შეუძლია სულ გადახაზოს თუ უნდა ვიღაცა, მაგრამ აი ეს არის ასე ვთქვათ ამათი ლოგიკა. მეორე პარტიის ლელოს ლოგიკა, როგორც მე მივხვდი, ის არის რომ რაღაც ხელების ჩამოშვებას ჯობია რომ რაღაც განწირულ ომშიც რაღაც უნდა ქნა, ანუ თუ ჩერდები პოლიტიკურ პარტიასთვის ეს ლოგიკაა, კი თუ ჩერდები, კვდები და უნდა ითამაშო იმ თამაშის წესებით, რაც იმ წუთში მაგიტაზე. მაგრამ პირადად ჩემი პირადი შეხედულებით მე ვერ ვხედავ ვერანაირ რაციონალურ მარცვალს ამ ტიპის არჩევნებში, ამ თამაშის წესებით ასე ვთქვათ, გარკვეული სარგებლის მიღების ოდნავი შანსისაც კი. აქ შეიძლება ეხლა როგორც ვიცით რეგისტრაცია უფრო ადრეა და შეიძლება რომ მერე მოხსნან, ან შეიძლება რაღაც ელოდებიან, რაღაც შეიძლება მოხდეს აგვისტოში, სექტემბერში რაღაც შეიცვალოს შიგნით, გარეთ და ამიტომ წინ არ ამბობენ უარს, ასე ვთქვათ, ხო, შეიძლება ეს ლოგიკაც იყოს და ბოლოს ვნახოთ, ასე ვთქვათ, რაღაც ბოლო წუთებში რაღაც ცვლილება ამ მიმართულებით. ხო, აი ამას ორივე დავინახავ. ჩემთვის არ არის რაციონალური. ეჭვი მაქვს რომ არჩენვის. არ არის რაციონალური, თუმცა აი ლოგიკას რომ მონაწილეობით ხდება არსებული პარლამენტის ლეგიტიმაცია, ამასაც არ ვიზიარებ და არ ამგონია დასავლეთში ვინმე ასე მექანიკურად აკავშირებდნენ თუ მიიღეს მონაწილეობა, ესე იგი აღიარეს, იმიტომ რომ ყველაფერს კონტექსტი აქვს, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში ყველა ცნობიერებს თუ კი ის საერთოდ გარკვეულია რეალობაში, რომ ბრძოლაშია შესული პოლიტიკური სპექტრი და ამ ბრძოლაში რაღაცა საშუალებებს ეძებს და ეს არ არის თანხმობა, ეს არ არის ლეგიტიმაცია, მაგრამ ჩემთვის აი ამ თავგანწირვის კონტექსტში ჩემთვის არის გაუგებარი თვითონ ეს ასე თქვათ მონაწილეობა. წარმატების შემთხვევაში მაშინ რას აკეთებ? აი დაუშვათ წარმატებას რას ვეძახით წარმატებას, მოდი ესეც ვთქვათ. ხო, აი პირობითად, ხო არის მონაწილეობას, ხო აქვს კონკრეტული ასე ვთქვათ მიზანი. აი წარმატება რომ მოხდეს პირობითად, ყველაზე მათი ოპტიმისტური სცენარიც რომ შედგეს, მაშინ აი ამ კონტექსტში რომ ადამიანები რომლებსაც არ მიეცათ მონაწილეობის საშუალება და შენ რა გამოვიდა რომ ისარგებლე ამ მომენტით და ეს ოპოზიციური სპექტრის ასე თქვათ სივრცე დაიკავე და იმიტომ მიაღწია წარმატებას, ანუ ეს რაღაცა ოპორტუნიზმი მე ჩემთვის ხო, ადამიანურ დონეზე მან ბევრი და თან პლუს ურთიერთშეურაცხყოფებიც არ არის, ეხლა ეს თლად რაციონალურიც არ არის, ეხლა ოპოზიციის კიდე შიდა ომი და მეთანხმები, ვინც არ უნდა ვიყოთ რაღაცნაირად, ვინც რაღაცას ერთნაირად ხედავთ, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ საერთო პოლიტიკას ჩამოყალიბება. ოპტიმისტური შედეგი ყველაზე რა იქნება? თბილისის ლაპარაკი და თბილისის მერზე, რისიც მე არ მჭირა. ეს ოპტიმისტური შედეგი თუ შედგება, მაშინ ექნება მას აზრი, რა თქმა უნდა.
და გულისხმობ უკვე მერს და არა სადღაც რომელიღაც საკრებულოში ორი კაცი იჯდება თუ არ იჯდება. ანუ ეს არ არის ოპტიმისტური შედეგი. ოპტიმისტური შედეგია თბილისის სრულად გამარჯვება, ხო? და უმრავლესობების შეყვანა, ხო, ასე ვთქვათ. ეს თუ მოხდება, მაშინ აქვს აზრი, იმიტომ რომ თბილისიდან იწყება საქართველოს პოლიტიკა ყოველთვის. ესეც ტრაგიკულია ზოგადად, რომ თბილისია არა მარტო ეკონომიკური თავკომბალა, არამედ რაღაც პოლიტიკური ცენტრიც და ეს ლოგიკა რაღაც დოზით გამოვლილი გვაქვს ჩვენ შევარდნაძის პერიოდში, ხო, როდესაც თბილისის წართმევით დაიწყო, ასე ვთქვათ, შევარდნაძის წინააღმდეგ. მაგრამ მე არ მჯერა ამის ამას ვამბობ. თუ ეს გამართლება მაშინ ჩავთვლი რაციონალურად, ჩავთვლიდი ამის რომ ჯეროდეს, მიუხედავად ადამიანური ფაქტორებისა, იქ მე შეიძლება გამოიძებნოს თანა, ასე ვთქვათ, ადამიანურად ძალიან უცნაურად გამოიყურება, მაგრამ არ მჯერა ამ წარმატების. ამ პირობებში არ მჯერა, მე არ ვიცი რა იქნება სექტემბრის ბოლოს. პრობლემა შეიძლება შეიქმნას თან პროცესის თანმიმდევრულობის, ანუ თბილისის მერი პირობითად თუ ვერ მოიგეს და საკრებულოში ადგილები დაიკავეს. თანმიმდევრულობის დარღვევა იქნება ის, რომ მერე გამოვლენ, არ დაიკავებენ ამ დეპუტატების მანდატებს და ისევ, ანუ მაშინ რაღაცა მონაწილეობთ. აი რაღაცა ამდაგვარი, ასე თქვათ, წინააღმდეგობრივი, მე არ ვიტყოდი mature-ად, ხო? ანუ ცოტა რაღაც არაზრდასრული პოლიტიკის გატარება არის მერე ეს უკვე რა და აი ამ პროცესში როცა ხელისუფლებამ საერთოდ პრაქტიკულად ის დაანონსა, რომ პარტიებს საკონსტიტუციო დონეზე აუქმებს, არ ვიცი. შეიძლება ფორმალურადაც კი არ მისცეს ამის მონაწილეობის საშუალება, ესეთი შესაძლებლობაც არსებობს. ნუ გამოურიცხავთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ამათ სურვილი აქვს, შეიძლება ტექნიკურად ამის საშუალება არც მიეცეთ და აი ესეთ რაღაცა ძალიან უცნაურ პრობლემაში ვართ. ხო და ძალიან ეს ქაოსი ყველას გვაბნევს პარტიების ჩათვლით და თან სწრაფად განვითარებადია. ეხლა რუსეთში რაღაც უცნაურ კანონებზე რო გვეცინებოდა ცარიელი ფურცელზე რო ხალხს იჭერდნენ, ხო გვეცინებოდა რომ ეს აქ როგორ მოხდება. ეხლა იქ რაღაც ძალიან შორს მიდიან Google-ში თუ ინფორმაციას ეძებს შეიძლება დაგიჭირონ როგორც ჩინეთში. ჩინეთში ვერც იპოვი Google-ში, იმიტომ რომ Google-ი არა აქვთ, მაგრამ რუსეთში იტყობა მაინც რაღაცნაირად შედიან ამ VPN-თან რაღაცით. ესეთ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეთ სექტემბრამდე. ანუ სექტემბრამდე ჩვენ შეიძლება მივიდეთ სრულიად წარმოუდგენელ მდგომარეობამდე, სადაც აქაც შეიძლება ვერ ვისაუბროთ, ეხლა მე და რომ ვსაუბრობთ, ერთი ეს, ან რაღაც სხვა მოულოდნელ ვითარებამდე და მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს პარტიები იბევებენ, ასე ვთქვათ, რადგან არავინ არ ვიცით რა იქნება სექტემბრამდე, ან შეიძლება არაფრამდე არ მივიდეთ და ეს მდგომარეობა გაგრძელდეს ესე ინერციით, რაღაც ქაოსური, ცოტა გაუგებარი, რაღაც ასე შთაბეჭდილება მრჩება. ჩემთვის პირადად არ არის დიდად რაციონალური, თუმცა მე არც ვარ თან, ასე ვთქვათ, აფილირებული არც ერთ პარტიასთან არც არასოდეს ყოფილი ვარ, ამიტომ რაღაცნაირად კრიტიკაც მეორე მხრიდან წამოსული რაღაც მძიმე კრიტიკაც არ ვიმაჩნია, ასე ვთქვათ, ფლათ ეთიკურად რაღაც უნდა მოხერხდეს რაღაცნაირად ამ აქტორებს შორის რაღაც რაციონალური მსჯელობა. მადლობა გვანცა. მადლობა ირაკლი. საინტერესო იყო შენთან საუბარი. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ბევრი საკითხი ვისაუბრეთ, ბევრი საკითხი ვისაუბრეთ. ალბათ კიდევ ბევრი გამოგვჭა, მაგრამ მგონი ყველაფერს აქვს თავისი რაციონალური ზღვარი. ნამდვილად. მეგობრებო, ეს გახდათ გვანცა აბდალაძე, თესაუს უნივერსიტეტის პროფესორი და მე გემშვიდობებით მომავალ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს.